მოგესალმებით კიდევ ერთხელ ჩვენ ვაგრძელებთ ისევ ჩვენი შეხვედრის ამ ძირითად მიმართულებას ძირითად ხაზს და წინა შეხვედრა დასრულდა ელიას ზეცად ამაღლების თაობაზე გადმოცემული ისტორიით. შევეცადეთ საეკლესიო განმარტებებით წარმოგვიჩინა რას ნიშნავს ეგ ადგილი, ერთ-ერთი იდუმალებით მოცული. აღარ გავიმეორებთ იმას, დროს აღარ დავხარჯავთ და როგორც კი ამაღლდა ზეცად ელია თითქოს და ზეცაში, ვითომ და ზეცაში, მოდით გამოიყენოთ ის შესაბამისი მითითება, თუმცა ამ ქვეყანას განერიდა ასპარეზი და დაეთმო მის მოწაფეს. მოწაფეთა შორის ყველაზე გამორჩეულს, რომელსაც სახელად ჰქვია ელისე. და ელისეს უპირატესობა სხვებთან შედარებით თუნდაც იმაში წარმოჩნდა, რომ ამაღლების თვითმხილველი მხოლოდ ელისეა. ვიღაცა კიდე რომ ყოფილიყო მისი მდგომარეობისა, ვთქვათ, ელისესებრი, ხო, ისიც იქნებოდა აუცილებლად და რატომ, რადგანაც მხოლოდ ელისე ახლდა ელიას ამაღლების ჟამს, ეს ნიშნავს იმას, რომ აი მრჩობლი ორმაგი სულის მიმღები ელისეა და ამიერიდან უკვე ელიას ფუნქციას მისი არარსეობის პირობებში ეს წინასწარმეტყველი დიდი და გამორჩეული წინასწარმეტყველი განეკუთვნებს. სხვადასხვა ერთი რამე გამახსენდა და შეიძლება ჯობდა წინა გადაცემისას, მაგრამ არა უშავს ახლა ჩავსვათ, უბრალოდ ახლა მომაგონდა. აი ზოგიერთი როგორც ეკლესიის პაპები მიგვითითებენ, მეტაფსიქოზის მიმდევარი, ანუ სულთა გადასახლებისა, თურმე იშველიებს ესე იგი სახარებისეულ სწავლებას, სადაც მასხვარი ბრძანებს, რომ იოანე არის მოღვაწე, რომელიც ელიას სულით და ძალით წინა გაუძღვება საზოგადოებას. ელიას სულით და ძალით, აი ეს ორი ტერმინია მოშველიებული. ჩვენ სულზე გავაკეთოთ ხაზგასმა. და ვიღაცები აი ამ მითითებას მასხურისას მიიჩნევდნენ, რომ აი ელიას სული ნიშნავს იმას, რომ სულმა დაივანა იოანეში და იოანე პირველ საუკუნეში ასპარეზზე გამოსული ამ შემთხვევაში იმ სულით მოღვაწეობს, რასაც ელია ფლობდა მე-9-მე საუკუნეებში და სულთა გადასახლების თეორია იგაა, ხო, ვიღაცის სული ოდესღაც იყო და მე სადღაცას და სხვადასხვა საუკუნეში სხვადასხვა სახით ევლინება ქვეყნიერებას. მაგრამ ეს იმდენად აბსურდია ისევ საეკლესიო განმარტებას მივყვებით, მარტივი ლოგიკა შეგვიძლია მოვშველიოთ. ჩვენ შეგვეძლო მეტაფსიქოზზე გველაპარაკოთ, თუ მაგალითად ელია გარდაიცვლებოდა, მაგრამ ბიბლიური ისტორია რას გვუბნება თავის საეკლესიო განმარტებებით, თუ სიკვდილი არ განუცდია ადამიანს. და თუ სიკვდილი არ განუცდია, რა გამოვიდა ახლა ელიაში, ელიას სული ცალკეა, რომელიც არ მომკვდარა და მეორეც სად არის ამაღლებული როგორც განმარტება, ვთქვით და თან ეს სული ორად გაიყო და იოანეში დამკვიდრდა, რაღაც საერთოდ აბსურდის ამბავია, ხო? არანაირი ლოგიკა მასში არ არის. და მეორე არგუმენტი, რასაც ძალიან მძლავრი ეკლესიის მამები მიუთითებენ, როდესაც მაცხვარი ბრძანებს, რომ იოანე ასპარეზზე გამოვიდა ელიას სული, ჩვენ სულზე გავაკეთოთ ხაზგასმა, ბერძნულ ტექსტში და სახარებები ბერძნულად დაიწერა, აკეთე და დედაენა მშობლიური ენა სახარებებისა ბერძნულია. იქ არის გამოყენებული ტერმინი პნევმა, ანუ ელიას პნევმით და მერე ძალის შესატყვისი დუნამოს არის და ეს აღარ გვინდა ამაზე ხაზგასმა არ გავაკეთოთ. და როგორც მამები მიუთითებენ, რომ ყოფილიყო მაცხოვრის სიტყვაში გამოყენებული ტერმინი ფსიხეთი, ელიას ფსიხეთი, კიდე იქნებოდა საფუძველი აი მეტაფსიქოზის მიმდევართათვის, რომ ეს ადგილი გამოეყენებინა თითქოს სულთა გადასახლების თეორიას გვასწავლის მინაწერილი. რადგან ღვთისაგან ადამიანში შთაბერელ სულს ბერძნული ტექსტის წყალობაზე ეწოდება ფსიხე. ანუ რაც შთაბერა ღმერთმა ჩვენში, ჩვენ ხო ორი ბუნება გვაქვს, ხორციელი, ანუ იგივე ნივთიერი მატერიალური და მეორე სულიერი, იწოდება ფსიხე. მაგრამ ელიას ფსიხეთი კი არ მოღვაწეობს იოანე, ელიას პნევმათი მოღვაწეობს და აი ეს პნევმის დაფიქსირება აი ამ სიტყვისა უკვე გამორიცხავს იმას, რომ ელიას სულზე იყოს ლაპარაკი, რომელიც ღვთისგან ებო ძამ დიდ წინასწარმეტყველს, როდესაც დედის წიაღში ჩაისახა. რაც ხება ელიას პნევმით, ანუ ელიას სულით ქართულ თარგმანში ეს ტერმინი გვაქვს, ნიშნავს იმას, რომ აი როგორი მოშურნეც იყო, როგორი განსაკუთრებული ან თავისი როგორი თქვა ახოვანებით ეკვეთებოდა ეს უკეთურების მოქმედ ადამიანებს, აი იმავე მოშურნეობით და ახოვანებით გამოვიდა ასპარეზზე იოანე და ერთი ელია ძველახტმაში ამ მდგომარეობის ფლობელი და მეორე აგერ იოანე, რომელიც ამ გზას აგრძელებს, ისე წინასწარმეტყველი, ესე წინასწარმეტყველი, ხო, ორი გამორჩეული მოღვაწე აი ქრისტეშობამდელ ეპოქაში. ასე რომ ეს მეტაფსიქოზის ეგრეთ წოდებული თეორიაც თითქოს და სულების გადასახლებას ექვემდებარებიან მამათაგან, აი მარტივი, როგორი ხარ ტერმინოლოგიური მონაცემების საფუძველზე უარყოფილია და არ არის მიღებული. რაც ხდება გაგრძელებას. როდესაც ელიამ თავისი ხალენი დატოვა და ამაღლდა, ელისემ აღასრულა ასეთი მოქმედება, ეს ხალენი დაგრაგნა, მსგავსად ელიასი, დაჰკრა მდინარე იორდანეს, იორდანე ორად გაიყო და ელისე გადმოვიდა აღმოსავლეთიდან დასავლეთ სანაპიროზე. და დასავლეთ სანაპიროს რა ეწოდება სახელად, ეს არის აღთქმული ქვეყანა, სადაც ძველი აღთქმის რჩეულიერი მკვიდრობს, ხო? და ნახეთ ახლა ჩვენ ეს წინა გადაცემაში ვთქვით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ხალენი რისი სიმბოლოა? მკვდარი ცხოველის შესამოსლისგან შექმნილი ზედა სამოსია.
ადამიანი რომ საკუთარ ბუნებას აკვრინებს მოღვაწეობის გზით, ხო? და ელიამ რომ დატოვა ეს ხალენი და ელისე გახდა მისი მემკვიდრე, ეს ნიშნავს იმას, რომ აი ის ცხოვრების გზა, რაც არჩეული ქონდა ელიას, იმემკვიდრა ელისემ, ხო? აი ეს მოღვაწეობისა, საკუთარ თავთან დაპირისპირებისა და როგორც წმინდა კესარიოს არელატელი მიუთითებს, იორდანეს რომ დაჰყრა ელისემ ეს ხალენი, იორდანე ადამიანური ბუნების სიმბოლოა, ხალენი მოღვაწეობისა, გაიპო იორდანე და სად აღმოჩნდა წინასწარმეტყველი ელისე? აღთქმულ ქვეყანაში შევიდა. და ცათა სასუფეველის მოპოვება როგორ არის შესაძლებელი? ეს იდუმალებაა გაცხადებული, რომ ადამიანმა თავის თავში არსებული ვნებიანი მდგომარეობა მოღვაწეობის გზით უნდა მოაკვდინოს, მის წინაშე ეს იორდანე გაიპოვა, ანუ ადამიანური ბუნება მოქმედების შესაძლებლობას იძლევა, რომ ბუნებრივ მდგომარეობას დაუბრუნდეს პიროვნება და ასეთი პიროვნება მარადიული ცხოვრების, სხვაგვარად აღთქმული ქვეყნის მოპოვებისთვის, იქ დამკვიდრებისთვის, ასე იგი მოწოდებული არის უზენაესისაგან და ელისეამ ძველ თავის სამშობლოს ისრაელის სამეფოს უბრუნდება იორდანის გადალახვის შედეგად. და ისევ ტექსტი მოვიშველიო და გავაგრძელოთ, ნახეთ როგორ ვითარდება ამბავი. მიეგებდნენ ელია როცა გადავიდა იორდანეზე, ასე გაგრძელდა თხრობა, შორიდან დაინახეს იგი იერიქოს წინასწარმეტყველთა ძეთ. იერიქონი ყველაზე ახლოს არის იორდანესთან, გავიხსენოთ ისევ ისუნავესის წიგნი, პირველი ქალაქი იყო, რომელიც ებრაელებმა შესვლის შედეგად აიღეს ქანაანის მიწაზე. მიეგებდნენ იერიქონელი წინასწარმეტყველები, ანუ ელიას მოწაფეები, ელისეს და ტექსტი ასეთია. ელიას სული გადმოვიდა ელისეზე. ეს სიტყვები თქვეს და მიეგებდნენ და მიწამდეთ აყვანის წეს. ანუ აღიარეს და მიიღეს ელისე როგორც გამგრძელებელი გზისა, რომელიც მათ დიდ მოძღვარს ელიას უკავშირდებოდა, ამ შემთხვევაში ისე მიაგეს პატივი, როგორც ელიას ეთაყვანებოდნენ თავის დროზე. და უთხრეს. ახლა ეუბნებიან რაღაც გარკვეულ მითითებას. აჰა 50 მარჯვე კაცი ყავს შენს მსახურთ. თუ გინდა წავლენ და მოგიძებნიან შენს ბატონს. იქნებ უფლის სულმა იტაცა და სადმე მთაში ან ხევში ჩამოაგდო და თქვა, ნუ გაგზავნით. ანუ დამოკიდებულება მოწაფეებისა როგორია? მათ კი იცოდნენ, რომ ელია უნდა ამაღლებულიყო, მაგრამ გონიათ, რომ სადღაცას უფლის სულმა აღიტაცა და გადამალა, თუმცა მოპოვებადია, მოძიებადია, შეიძლება მოძებნონ და ისევ დააბრუნონ ელია და ისევ გააგრძელოს მან თავისი ძველი მოღვაწეობა. და ეგ განმარტებლები ასეთ რამეს გვეუბნებიან. 3 წელი და 6 თვე რომ უწვიმრობა იყო. სად იმყოფებოდა ელია ამ დროს? ის არ არის სამშობლოში, ისრაელის სამეფოში, ხო? ჯერ ქორეთის ხევშია, მეორე ქვრივი დედაკაცის სახლშია და აი ეგონათ, რომ სამშობლოში დარჩენილ ებრაელებს, რჩეულიერი შვილებს, მათ შორის მის მოწაფეებს, რომ უფლის სულმა აღიტაცა და წაიყვანა და გაუჩინარებულიყო ამ 3 წლის და 6 თვის განმავლობაში და აი ეს შემეცნება, ეს ძველი შემეცნება ისევ ძალაშია. გონიათ, რომ ისევ იგივე ვითარება და როგორც თავის დროზე გამოჩნდა ელია და ისევ გააგრძელა მოღვაწეობა, აი იგივე გამეორდება აქაც. რაღაცა დროით გაუჩინარებულია, მისი მოძებნა შეიძლება, ხელს მოკიდებენ და ისევ შემოიყვანენ ასპარეზზე და ელია ისევ თავისი ამ მოშურნეობით გააგრძელებს საღვთო საქმის აღსრულებას. მაგრამ ელისეს პასუხი რა არის? კი მოვისმენთ, ნუ გააკეთებთ ამას. იმიტომ რომ აზრი არა აქვს. ელიას ამაღლება, ისეთი ამაღლება, რომლის შედეგადაც მისი მოძიება უკვე შეუძლებელი მოცემულობა. მაგრამ ისევ ტექსტი მოვიშველიოთ, არ მოეშვნენ, ვიდრე არ შერცხვა და ბოლოს უთხრა, გაგზავნეთ და გაგზავნეს 50 კაცი და 3 დღეს ეძებეს, მაგრამ ვერ იპოვეს. ანუ არ ეშვებიან და ელისე მიუშვა. აი როგორც უნდა მიუშვა ზოგჯერ ადამიანი, რა იცით, ყარი არჩევანი რომ აქვს და მოსმენა არის ის და დაჯერება, უთხრა კი ბატონო, მოძებდნენ, რახან ასე გინდათ, ეძებეს ვერსად მიაგნეს და რო ვერ მიაგნეს, მე უკვე გასაგებია, ძებნის გაგრძელებას აზრი არ აქვს. და მობრუნდნენ ელისესთან, რომელიც იერიხოში იჯდა და უთხრა მან, ხომ გეუბნებოდით, ნუ წახვალთ მეთქი, ეს გესმით, ახლა დრო არ დავკარგოთ ამაზე და უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა ელისეს. აი აქ უკვე ელისე გამოდის როგორც სასწაულთ მოქმედი. ანუ ჩვენ ხვდებით მის ცხოვრებაში, მისგან, ანუ ელისე წინასწარმეტყველისგან აღსრულებულ სასწაულებს და რამდენიმე სასწაული, ანუ ორია ჩამოთვლილი და გავყვეთ ამ ეპიზოდს. უთხრეს ქალაქის მცხოვრებლებმა, ანუ იერიქონელებმა, ელისეს, კარგი მდებარეობა აქვს ამ ქალაქს, როგორც თავად ხედავს ჩემი ბატონი, მაგრამ ცუდი წყალი აქვს და უნაყოფო მიწა. ანუ ადგილი კარგია, მაგრამ მიწა წყალი იმდენად უსარგებლო იყო, რომ ვერ იყენებდნენ. ან თუ იყენებდნენ, რაღაც მძიმე დაავადებების გავრცელება ხდებოდა და აი თხოვნა აქვს ელისესადმი, რომ იქნებ ეს მდგომარეობა შეიცვალოს. ელიას სასწაულთო მოქმედების უნარი ელისეს აქვს შეწყნარებული და აი როგორც დიდი მოძღვარი და წინასწარმეტყველი იქნებ რაღაცა ისეთი მოიმოქმედოს, რითაც ეს მდგომარეობა შეიცვლება. ელისემ უთხრა, მომეცით ახალი თასი და მარილი ჩაყარეთ შიგ და მისცეს. ავიდა წყლის სათავესთან და ჩაყარა მარილი და თქვა, ასე ამბობს უფალი, განმიკურნავთ ეს წყალი, ამიერიდან უღარ იქნება მისგან სიკვდილი და უნაყოფობა. და დღემდე განკურნებული ეს წყალი ელისეს სიტყვით, რომელიც წარმოთქვა მან. ანუ მოკლე ისტორია. ელისე ადის წყლის სათავესთან,
თასში ჩაყრილი მარილი მერე უკვე დააპირქვევა და წყლის სათავეში ჩაყარა და წყალმა ყურნება განიკუთვნა და ეს განკურნებული წყალი მოსახლეობამ გამოიყენა და ეს პრობლემა თუ განსასწრელი რაც მანამდე იყო ხიფათი ამ საზოგადოებას აერიდა. მაგრამ შოხოვიცით ასე მარტივად არაა საქმე. რაღაცა ბიბლიური ისტორიის მიღმა კიდევ სხვა საიდუმლო იფარება და მოდი სხვანაირად გეტყვით, კიდევ ერთხელ ხაზი იმას გავუსვათ, ბიბლიური ისტორიები ზოგჯერ ისეთი ფორმითაა გადმოცემული, ვიღაცა შეიძლება ცოტა ისეთი სარწმუნოებრივად ვისაც პრობლემა აქვს, რაღაცა ზღაპრული ელფერი აღიქვას აქედან და მე ასეთი რამე მინდა გითხრათ. ბიბლიური ისტორიები ისეთი ფორმით იწერება და აღსრულდება ღვთის განგებულებით, რომ მასში ყველა შემთხვევაში სიმბოლიკა უნდა იყოს დაცული. ამიტომაც ზოგჯერ თითქოს და არალოგიკურია, მაგრამ აი ამ არალოგიკურობაში რომ სიმბოლიკაა დაცული და ამ სიმბოლიკის მიღმა საიდუმლო მოწყობაა გადმოცემული, იმიტომაცაა ზუსტად ამ შინაარსი ჩვენამდე მოწოდებული. და ამის უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიშველიოთ, არ გვინდა დეტალებში წასვლა, აგერ რაც დაგვხვდა წინ იმაზე ვილაპარაკოთ. რას ნიშნავს ელისეს საქციელი? და იმ ადამიანების თხოვნა ჯერ და მერე საქციელი ასე დავაკონკრეტოთ. წყალი, რომელიც უვარგისია და არ იძლევა შესაძლებლობას იერიქონში მცხოვრები ადამიანები ჩვეულებრივად აგრძელებდნენ იქ თავიანთ ყოფას, ეს არის ადამიანური ბუნების სიმბოლო. ადამიანური ბუნება, რომელიც ყოვლადი სიკეთით შექმნა ღმერთმა და მასში ბოროტების ნასახი არ იყო, პირველ მშობელთა მიერ აღსრულებული არასწორი არჩევანის შედეგად გაუკეთურდა. ანუ მასში არსებული თვისებები შეიცვალა, სხვაგვარად თუ კი ვიტყვით. და ეს ჩვენ ბევრჯერ გვითქვამს და მოკლედ კიდევ ერთხელ ჩამოვთვალოთ, ადამიანური ბუნება იყო უკვდავი, ღმერთმა ასე შექმნა. და რა დაემართა მას? თვისება უკვდავებისა გარდა იქნა მოკვდავობის თვისებით. ოღონდ ეს არასწორი არჩევანის შედეგია, ხო? ადამიანური ბუნება იყო უხრწნელი და შემოვიდა მასში ხრწნელება. ადამიანური ბუნება იყო უვნებო, ან მოუწყვლელი სხვაგვარად და გახდა ვნებიანი ან სხვაგვარად მოწყვლადი. ანუ თუ ჩამოვთვლით სამივე ტერმინს ისე მშრალად, უკვდავი, უხრწნელი და უვნებო გახდა მოკვდავი, ხრწნადი და ვნებიანი. აი ეს მივიღეთ უკვე როგორც მოცემულობა არასწორი არჩევანის შედეგი პირო მშობელთაგან სამოთხეში მიღებული არასწორი გადაწყვეტილების მერე უკვე, ხო? აი ის წყალი, რომელიც არ იძლევა იერიქონელთა მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობას და განმარტებებში წერია, რომ ვერ მრავლდებოდნენ, გამრავლება არ ხდებოდა, აი ამ დაზიანებული წყლის გამო, ხო, რაღაც იმსეთ თვისებებს ფლობდა, რომ ადამიანები სნეულდებოდნენ ამ წყლის მოხმარების შედეგად. ადამიანური ბუნების, შეცვლილი ადამიანური ბუნების მდგომარეობის მაჩვენებელია, რომ უკურნებელი წყულებებით იყო შემოსილი ჩვენეული ბუნება და ამ ბუნებაში, რომელიც თითოეულ ჰიპოსტაზში გამოვლინდება, სათნოებები ვერ ხარობდა, სათნოებები ვერ მრავლდებოდა, სათნოებები აღმატებულ მდგომარეობას ვერ აღწევდა, რაც მაცხოვრის განკაცების შემდგომ უკვე ასპარეზზე გამოსული მოღვაწეებისთვის შესაძლებელია, ხელმისაწვდომია, ხო, ამის გამრავლების საშუალება არსებობს, როგორც დიდი მამები განგვიმარტავენ. ამიტომაც ელისემ რა გააკეთა? ელისემ თასში განათავსა მარილი, წყლის სათავესთან ავიდა, სათავესთან, შუაში კი არა, ამ ბოლოსაც სათავესთან მივიდა და იქ სათავესთან ჩაყარა ეს მარილი, თასი გადმოაპირქვა და წყალი განიწმინდა, განსპეტაკდა. ეს მოქმედება რას ნიშნავს? ისევ სიმბოლიკას უნდა გავყვეთ. როგორც საეკლესიო ლიტერატურაში ვკითხულობთ, თასი, რომელიც ხელთ უპყრია წინასწარმეტყველ ელისეს, არის სიმბოლო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის. მარილი, რომელიც შიგარი ჩაყრილი, სიმბოლო არის ღმერთისა, კერძოდ დაკონკრეტებულად ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზის, ძეღმერთის. ელისე რომ სათავესთან მივიდა და იქ ჩაყარა ეს მარილი, ნიშნავს იმას, რომ დადგებოდა შესაბამისი ჟამი, ჩვენ ახლა ძველი აღთქმის ეპოქიდან ვსაუბრობთ, საუკუნე გავითვალისწინოთ, ხო, მერვე საუკუნეა ეს დრო და ჟამი, როდესაც ძეღმერთი, ანუ სხვაგვარად ლოგოსი, ანუ როგორც ზევითქვით, ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი, აი ამ ბუნებას შეიერთებდა საკუთარ თავში, რასაც კაცობრიობი ბუნება ეწოდება და ის ნეულებები, რომლებიც უკურნებელი წყულებების სახით იყო მასში წარმოჩენილი, კურნების საიდუმლოს დაექვემდებარებოდა. და მოდი ერთი რამე ვთქვათ, ჩვენ ეს ბევრჯერ გვითქვამთ, მაგრამ განმარტება მე მგონი არ მოგვეყოლებია. რას ნიშნავს დასნეულება ადამიანური ბუნებისა? აი, ისეთ ზოგადი ფორმაა და ცოტა რთულად გასაგებია დასნეულ რა დასნეულდა, ხო, ვიღაცამ შეიძლება შეკითხვა დასვას, ეს ზოგადი უფრო დაკონკრეტდება, შეიძლება უფრო მეტად დაკონკრეტდება. და რა გაგებით, იცით, ერთი რამე გავიხსენოთ, ბუნება ეს არის თვისებების ერთობლიობა. ანუ რა არის ბუნება, ვინმე თუ შეკითხვას დასვამს, საეკლესიო პასუხი ამ შეკითხვაზე გახლავთ ასეთი, ბუნება არის თვისებების ერთობლიობა. პიროვნება ვინ არის? ჩვენ ახლა ამ ადამიანზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში. პიროვნება არის ცალკე აღებული ინდივიდი, ცალკე აღებული ადამიანი, რომელიც სრული სისავსით საკუთარ პიროვნებაში, ანუ ჰიპოსტაზში, ბერძნული სიტყვაც მოვიშველიოთ, მისი ქართული შესატყვისი თარგმანი პიროვნება, აი ამ ბუნებას სრული სისავსით დაიდევს. მაგალითად, არსებობს ადამიანური ბუნება, მე ვარ პიროვნება, ირაკლი. მე ამ ადამიანურ ბუნებას სრული სისავსით ჩემ პიროვნებაში ვატარებ, აი მე ირაკლი როგორც ინდივიდი და პიროვნება, ჩემ თავში, ჩემ ჰიპოსტაზში ამ ადამიანურ ბუნებას სრულად ვთვლობ, ისევ როგორც ნებისმიერი თქვენგანი, ხო? ამიტომაც, რადგან ბუნება თვისებების ერთობლიობაა
და პიროვნება არის ის, ვინც ამ ბუნებას დაიტევს სრული სისავსი და თან მოქმედებაში მოყავს ამ ბუნებაში არსებული თვისებები. ნახეთ, ისევ ძველ აღთქმაზე გადავიდეთ, რადგან ბუნება დასნეულებულია. ბუნებისნეულება ნიშნავს რა არის ბუნება, რა ვთქვით, თვისებების ერთობლიობა, თვისებებია დასნეულებული. ცალ-ცალკე აღებული თვისებები ჩვენ ახლა დავანაწევროთ ეს ბუნება, სნეულებაა მასში შემოჭრილი და მოდი დავანაწევროთ, მაინც რა ჩვენთვის ყველაზე უფრო არსებითია. რა არის ეს თვისებები? ბუნების თვისება არის აზროვნება, ბუნების თვისება არის ნებელობა, ბუნების თვისება არის გულისწყმა, ბუნების თვისება არის გულისწყრომა. არ მივდივარ. აი, საკმარისია, რა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ესენი დასნეულდა. და ნახეთ ახლა, რადგან ბუნება თვისებების ერთობლიობა და მე პიროვნება სრულად ვატარებ ამ ბუნებას საკუთარ თავში, ჩემში ეს ბუნება თუ დასნეულებულია, როგორ ავლენ საკუთარ თავს, აი ისე რა მდგომარეობასაც ფლობს იგი და მდგომარეობა მისი სნეულებაა და ჩემ პიროვნებაში სნეული ბუნების თვისებები გამოვლინდა და სხვაგვარად მოქმედება. მე არ შემიძლია, ანუ ბუნება მერევა მე როგორც პიროვნებას და მე პიროვნებას მისი დაქვემდებარება, მისი განკურნება, მისი დამარცხების შესაძლებლობა არ მაქვს, იმიტომ რომ ეს ბუნება არ განკურნებულა. აი ამიტომაც მაცხოვარი ჩვენ ამით დავიწყეთ საუბარი გადმოაპირქვევა თასი და მარილი წყალში ჩაყარა, წყლის სათავეში ჩაყარა, ხო ეს რაც მოედინებოდა იერიკონში, ეს ნიშნავს იმას, რომ მაცხოვარმა მიიღო ადამიანური ბუნება საკუთარი პოსტაში და კურნების საიდუმლოს დაუქვემდებარა იგი. და მოდით ახლა შეკითხვა დავსვათ ასეთი, რას ნიშნავს ადამიანური ბუნების კურნება, რადგან ზემოთ უკვე დეტალი ვახსენეთ, რომ თვისებების სნეულება დასნეულება ბუნებისა, აი ეს თვისებები რაც დასნეულებული იყო ადამიანში და სრული კაცება მიიღო მაცხოვარმა გარეშე ცოდვის ამას ხაზი გაუსვათ, ყველა ეს თვისება განკურნა და თუ ადამიანს როგორც გამგიმარტავენ მამები სურვილი ექნება, თუმცა სურვილი და საქმე, ესე იგი თეორია და პრაქტიკა, ხო, სურვილი და მე უკვე სურვილი საქმეში გადაზრდილი შესაძლებლობა ეძლევა მაცხოვრისგან აღსრულებული მოღვაწეობის შედეგად ჩვენეულ ბუნებას რომ კურნება აქვს მინიჭებული, აი ეს განკურნებული თვისებები საკუთარ პიროვნებაში განაცხოველოს და მოქმედებაში მოიყვანოს. ოღონდ ეგ უკვე ჩვენზეა დამოკიდებული. არა გამოვიყენებ ამ სიტყვას ავტომატურ რეჟიმში ყველაში ამოქმედა, არამედ პიროვნული არჩევანის შედეგად და რატომ იცით ასეც უნდა ყოფილიყო. თუ ეს თავისთავად იმოქმედებდა და მაშინ თავისთავად მოქმედება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არც არჩევანი გვაქვს და არც აზროვნება გვაქვს. რაღაცა როგორ გითხრათ, ისეთი არსებები ყოფილვართ დაპროგრამებულები და პროგრამას მივყვებით და ადამიანის ინდივიდუალურობა უნდა შენარჩუნდეს. და ეს მოცემულობაა, ხო? და ამ ინდივიდუალურობით, ანუ აზროვნებით და თავისუფალინებით შეგვიძლია ისევ ან ძველი აღთქმის ეპოქაში ვცხოვრობდეთ სულიერი გაგებით, ან თანაზიარნი ვიყოთ თანამედროვე ახალი აღთქმის ეპოქისა, რადგან განკურნებულობა ჩვენთვის მოცემულია ბუნების შეერთების გზით ზეღმერთში, ოღონდ არჩევანი ჩვენ რას გავაკვეთებთ, შედეგი მის მიხედვით გამოვლენდება ცალკე აღებულ პიროვნებაში. ასე რომ ელისესგან აღსრულებული ეს საქმე, რომ წყლის სათავეში მარილი ჩაყარა, თასი დააპირქვევა, ამ იდუმალებას გვიცხადებთ, რომ დადგება ჟამი, როდესაც კაცობრივი ბუნება უკურნებელი წყულებით შემოსილი პიროვნებას რომ იქვემდებარებს და ერევა, შეიძლება ეს სიტყვაც მოუშვლიოთ, გახდება მორჩილი პიროვნებისა, ადამიანს ეძლევა, პიროვნებას ეძლევა უნარი, რომ მის თავში, მის პიროვნებაში, მის იპოსტაში, აი განკურნებული ბუნების თვისებები მოქმედებაში მოვიდეს და განსხვავებით ძველი აღთქმისაგან უკვე პიროვნებამ დაიქვემდებაროს ბუნება და არა ბუნებამ პიროვნება. აი ეს იდუმალებაა წარმოჩენილი ამ კონკრეტულ მოკლე ეპიზოდში, სადაც კურნების საიდუმლოა. ცოდვაზე დაქვემდებარებული, ბოროტებაზე დაქვემდებარებული ადამიანი უკვე იმორჩილებს, იქვემდებარებს და ესე ვთქვათ, ბრძოლაში შედის რა, აქვს ძალმოსილება ღვთით, რა თქმა უნდა, დაამარცხოს ბოროტება და უკეთურება და ერთი განმარტება მახსენდება, აი, რაც ჩვენ თქვით, ბარემ ეს ბოლომდე მივიყვანოთ, დიდი მოძღვარი ისევ, წინა გადაცემაში ჩვენგან ნახსენები, წინა შეხვედრისას ნახსენები, წმინდა დიადოქოს პოტიკელი, ასეთ რამეს ამბობს, ვიდრე აღმოვიშვებითო, ბოროტება შინაგანია და მადლი გარეგანი. ანუ სანამ ნათლისღების საიდუმლო აღსრულდება ადამიანს. აი როგორც კი ნათლისღების საიდუმლო აღსრულდება, როცა აღმოვიშვებით და აღმოშვება კი ვიცით, ახლა ნათლისღებას უკავშირდება, ბოროტება გარეგანდება და მადლი შინაგანდება. და ნახეთ ახლა ძველი და ახალი აღთქმა შევადაროთ ერთმანეთს, ვერც ერთი მოღვაწე, აი თუნდაც ელისე ან ვინ ნებისმიერ სახელს არ აქვს მნიშვნელობა, დროს დავკარგავ, ჩამოთვლათ და დავიწყეთ. ნათლისღების საიდუმლოს წინ ვერ დაექვემდებარებიან, არ არსებობს ახალი აღთქმის ეკლესია, მხოლოდ ახალ აღთქმაში დაფუძნდა და აი ამიტომ რა მდგომარეობაა მათში. ბოროტება შინაგანია, მდგომარეობა ასეთია, მადლი გარეგანია. მაგრამ აი როგორც კი დრო და ჟამი დადგა და ეკლესიის საიდუმლოში მონაწილეობის შედეგად ადამიანი აღმოიშვა ემბაზის მიერ, მადლი შინაგანდება, ბოროტება გარეგანდება. თუმცა წმინდა დიადოქოსი აგრძელებს, შემოტევა კი არ სრულდება, კიდევ უფრო მძაფრად, მაგრამ
ყველა შემთხვევაში უკვე ის ტერი გარეთ არის და სად ტერი რომ ქალაქში ყავს და სად რომ გარეთ არის, ხო? იმის მოგერიება და იმასთან დაპირისპირება გაცილებით უფრო ადრეა, ვიდრე შეგინით რას გააკეთებს კაცმარიცის და რომელი მიმართულებით შეუტევს და ეგ გარეთ მყოფი მტერი უფრო ადვილად დასაძლევია თუ ყურადღებით იქნებ. და სხვადასხვა ერთი ეპიზოდის გამახსენდა ეზეკიელის წიგნში, ბარემ ეს სათქმელი ბოლომდე მივიყვანოთ, ერთი ასეთი მითითება. ეზეკიელმა მოძღვრება უნდა გადასცეს სიმბოლური მოქმედებით, რომ იერუსალიმი დაეცემა. იმიტომ რომ საზოგადოებას გონია ეს აუღებელი ქალაქია და ტაძარია და ღმერთი როგორ მისცემს უფლებას ვინმეს რომ იერუსალიმი შეიმოსოს. და ეზეკიელმა ასეთი მოქმედება გააკეთა, ბევრია ჩვენ ერთი გამოვყოთ. აიღო საწერი საშუალება აგური, თანამედროვე ქართულში, ასე რომ დიდი მერხი რომ მაგიდა რომ შუაზე გავყუთავ და დაახლოებით ასე დიდი აგურია, ეგრეთ წოდებული აგური და დახატა იერუსალიმი. და იერუსალიმი როგორ ფორმით დახატა, იცით, გარშემოწრები დააყენა, მიწაყრილები, ლოცვა-ტყორცნი მანქანები, ანუ იერუსალიმის მიმართულებით შეტევა მიდის. ეს რას ნიშნავს ხოლმე პირდაპირ გაგებით? საზოგადოებას ეუბნება, რომ თქვენ გონიათ აუღებელი ქალაქია, იმ ტერი მივამასთან და მიწასთან გასწორდება, ჩვენი დედაქალაქი, თვითონ რჩეულიერი შვილია. ეს ცრუ შეხედულებაა, რომ დაუცემელია და ტაძარი და შეუძლებელია შიგნით შეცვლა, მაგრამ ეკლესიის დიდი მოძღვარი წმინდა დიადოქოს ფოტიკილი ასე განმარტებას იძლევა. აი, როდესაცო ადამიანიო ნათლისღების საიდუმლოში მონაწილეობას მიიღებსო, მისი გულიო იერუსალიმი ხდება, იმიტომ რომ მშვიდობის ქალაქი ასე ითარგმნება ეს ტერმინი, ხო? რამდენიმენაირად, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული განმარტება ესაა. და აი ეზეკიელმა რაც დახატა ეს მდგომარეობის მაჩვენებელია. ნათელღებული ადამიანი იერუსალიმი. ოღონდ რა არის ნახატზე გამოსახული? ტერი კი არ გაქრა და სადღაცას კი არ წავიდა. გარეთ არის. მიწაყრილები აღმართულია, ლოცვა-ტყორცნი მანქანები დაყენებულია და შემოტევის პროცესი მიდის და აი იერუსალიმის დაცვისკენ არის მოწოდებული ყველა ჩვენგანი და თუ ყურადღებით არ ვიქნებით, შეიძლება იერუსალიმი დაეცეს და მშვიდობის ქალაქი მტრის ქალაქი გახდეს, არა, მაგრამ მშვიდობის ქალაქია, თუმცა დაპირისპირებები გრძელდება და აი ელისეს მოქმედება ხა ძალიან სიტყვა თუ არ გაგვექცევა, მისგან აღსრულებული ეს საქმე საიდუმლო სახით, რა თქმა უნდა, სიმბოლურად, რაც ბიბლიისთვის გარდაუვალია, განსაკუთრებით ძველი აღთქმის წიგნებისთვის, ჩვენ გვიჩენებს იმას, მოგვიანებით როგორ განვითარდება ისტორია კაცობრიობისა და მესიანური წინასწარმეტყველება გამოსყიდვის საიდუმლო როგორ აღესრულება. რაც შეეხება მეორე სასწაულს, აქვე გრძელდება და ერთ-ერთი სხვათა შორის მე თუ მკითხავთ ყველაზე საინტერესო ადგილი და ხშირად რომ შეკითხვებს ვამენ, ისეთი ადგილი, ახლა ჯერ წავიკითხოთ და მე გეტყვით კიდევაც რა გაგებით ვამენ შეკითხვებს. იქიდან ბეთილისკენ დაიძრა. ანუ იერიქონიდან ბეთილისკენ მიდის ქალაქებზე ჩვენ ვილაპარაკეთ წინა შეხვედრისას, რომელი ქალაქი რითი გამოირჩეოდა. ბეთილისკენ დაიძრა. აღმარც რომ შეუყვა პატარა ბიჭები გამოვიდნენ ქალაქიდან, დასცინოდნენ და მისძახოდნენ, წადი ქაჩალო. უკან მოიხედა, დაინახა ისინი, უფლის სახელით დაწყევლა, გამოვიდა ტყიდან 2 დათვი და დაგლიჯეს მათგან 42 ბავშვი. და იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და კვლავ სამარიაში დაბრუნდა. ამით დასრულდა ეს წინამდებარე თავი. და მოდით ახლა ისე უკან დავბრუნდეთ. რა მომხდარა, ჯერ ყოფითად შევაფასოთ, გავიმეოროთ ისტორია ჩვენი სიტყვებით, ბეთილისკენ მიდის. ბეთილიდან ამ ქალაქიდან გამოვიდნენ ბავშვები, როგორც ტექსტში ამითითებული, ეს ტერმინია გამოყენებული, დასცინიან ელისეს შეურაცხყოფას აყენებენ, წადი ქაჩალო, ქაჩალო ნიშნავს მელოც, ასე განიმარტება, ხო? ელისეს თმები არ ქონია თურმე, აქედანვე ჩანს ეს, მაგრამ შეურაცხყოფელი სიტყვებით მიმართავენ ამას. ჯერთი და ადამიანი თუ მელოტია, ესე შეიძლება შინაურულად რატო უნდა რა შუაშია? თმა აქვს თუ არა აქვს, ეს არის გამსაზღვრელი, ადამიანს სახელი ქვია და ბოლო-ბოლო სახელით მიმართე, არა, შეურაცხყოფას აყენებენ. ელისე მოტრიალდა, გულისწყრომა მიმართა მათგან, დაწყევლა და რომ დაწყევლა პარალელურად დათვი გამოვარდა 2, 42 ბავშვი დაგლიჯა და ელისემ გააგრძელა მსვლელობა და მე ქარმელის მთაზე ამაღლა და ამით ისტორია დასრულდა და აი ხშირად ამ შეკითხვას ვამენ, რომ ეს თუ ღვთის წინასწარმეტყველი რა უცნაური მოქმედება აღასრულა, ხო? ჯერ ერთი ახალი აღთქმა გავიხსენოთ, ტერი უნდა გიყვარდეს და ბავშვებზეა ლაპარაკი და ბავშვებს განურისხდა ეს დასრული კაცი და ელიას გზის მიმდევარი და აგერ დათვებს დააგლეჯინა მათი თავი, ასე გამოვიდა, ხო, მისი წყევლა ეგრევე საქმედ იქცა. რამდენიმე განმარტება არსებობს ამ ეპიზოდისა და ჩვენ ახლა შევეცადოთ გავყვეთ და იმ 3 ძირითადად რაც მე ახსენდება. პირველი არის წმინდა ეფრემ ასურის ეგზეგეტიკა. ის ასეთ რამეს ამბობს, აი ეს ბავშვები, რომლებიც ბეთილიდან გამოვიდნენ, ელისესთან ურთიერთობაში რომ შედიან და ქაჩალო და წადი და ამ სიტყვებით მიმართავენ, ამას შეგნებულად აკეთებენ. და ეს მიმართვა მათი უფროსების, მშობლების და არა მარტო მშობლების, აი იმ საზოგადოების შთაგონებით აღესრულება, რომლებიც ცდილობენ ელისეს ავტორიტეტი დააკნინონ და როგორც ჭკუა სუსტი და ჭკუა ნაკლული ისე წარმოაჩინონ საზოგადოების წინაშე. და რატომ იცით? რადგან ელიას ამაღლება უკვე ხალხში გავრცელდა ეს ხმა, აი მოედო მაშინვე, ხო? ერთმა ორმა იცის და რა ვიცი, მთელი მსოფლიო გაიგებს და აქ იმდენმა იცის ეგ ამბავი, მისმა მოწაფეებმა ყველა ქალაქიდან თან და მით უმეტეს უკვე აღსრულებული ფაქტია, მოედო მთელ ისრაელს, რომ ელია წინასწარმეტყველი ამაღლდა და თან იმავდროულად რა ხმა გავრცელდა, ელიას გზის მიმდევარი ელისე. და აი ელისე როგორც
ახალი მოძღვარი და ახალი მასწავლებელი იქვე უნდა დაკნინდეს. ანუ წუთი სოფელმა შეუტია თუ შეიძლება ადამიანურად ითქვას, რომ ამ პიროვნების ავტორიტეტი აღარ გაგრძელდეს. ეხლა შესაძლებლობა თუ მოიკიდა ფეხი და გაძლიერდა და ელიასებრ სახელი მოიპოვა, მერე უკვე მასთან დაპირისპირება არ იქნება ასე ადვილი და მარტივი. აი დასაწყისში უნდა მოცელონ ეს ადამიანი, რომ მერე ადვილად და მარტივად ვერ შეძლოს მისმა სიტყვამ გავლენის მოპოვება და აი ამ უფროსებისგან იყვნენ აღძრულიო შეგნებულად. და ნახეთ ეხლა წუთი სოფელი ესეთი რამაა. ახლა თქვენ ყველა ერთად თუ შეურაცხყოფას მომაყენებ და ვიღაცა ამას ხედავს და მე იმასთან მივედი და ჭკუის სწავლება დაუწყე, ხო? იმან თუ ადამიანურად განსაჯე, რა ჭკუა უნდა მასწავლოს შენ, ხო? აგერ ვიღაცები როგორც უნდა ისე, რასაც უნდა იმას გეუბნებიან და დაკნინებული ვარ სხვების თვალში და აი ეს იყო მათი დამოკიდებულება, ეს იყო მიზეზი. ბავშვები აღძრეს და უშუალოდ ელისეს წინააღმდეგ აღმართეს და ეფრემასური ასე განმარტავს. აი ბავშვების მოკვდინებაო იმიტომ მოხდა რომ ერთი მხრივ ამით მშობლები დაისაჯნენ უკეთური მშობლები და მეორე მხრივ დანარჩენი ისრაელისთვისო ჭკუის სასწავლებელი ყოფილიყო ელისესთან დამოკიდებულება როგორ უნდა ქონოდათ რომ ეს ღვთისკაცია და ვიღაცამ სადღაცას იგივე არ გაიმეოროს და იგივე სურვილი მოქმედებაში არ მოიყვანოს. ასეთია ეფრემ ასურისეული განმარტება, მაგრამ ეხლა სხვა განმარტებას გეტყვით. საერთოდ განსხვავდება ამ დიდი მამის ეგზეგეტიკისა და წმინდა მაქსიმე აფსარებელი. ასეთ რამეს გვეუბნება. როდესაც ტექსტში ნათქვამია რომ ესენი ყრმები იყვნენ და დათვებმა 52 ბავშვი დაგლიჯა, ჩვენ ვაკუ პირდაპირ არ უნდა გვესმოდეს ეს ტერმინი, რომ მართლა ბავშვები არიან ასაკის მიხედვით. არამედ ბავშვი ნათქვამია მათ შემეცნებასთან დაკავშირებით, მათ მდგომარეობასთან დაკავშირებით. ანუ ზრდასრული ხალხია, მაგრამ შემეცნება არა აქვს. ანუ ვერ იგებენ, ვერ იაზრებენ იმას, რაც საღვთოა. და რადგან ამას ვერ იაზრებენ, შედეგით შესაბამისი დგება, ხო? იმუსრებიან და ამ შემთხვევაში ღმერთი არ აძლევს შესაძლებლობას უკეთურებით გარემოსილ ასაკით ზრდასრულ ადამიანებს რომ ელისეს დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად მისი ვნება მოხდეს. ასეთია წმინდა მაქსიმესეული, დავარქვათ ასე მეორე განმარტება, ბავშვები პირდაპირ გაგებ ბავშვები არა. იგივე წმინდა მაქსიმე აფსარებელი იძლევა კიდევ ერთ განმარტებას. ცოტა რთულია, მაგრამ მე შევეცდები როგორღაც თავი მოუყარო, რიცხვითი სახელის ღვთისმეტყველება ხდება მასთან. 42. არ არის შემთხვევითი, გვეუბნება დიდი მოძღვარი. და ნახეთ ახლა მაქსიმალურად არ არის მარტივი, მაგრამ მე შევეცდები როგორღაც აი გავამარტივო და ესე მოვიტანო თქვენამდე და ზოგადად მაქსიმეს ახასიათებს დიდ მოძღვარს, რიცხვით სახელებს უყურადღებო დარტყმებს და მე მგონი ყველა განმარტებულია ბიბლიაში რაც არის. 42-ზე როცა ვლაპარაკობ, ჩვენ უნდა დათმა ეს 42 შემოსრა, ხო? აქო ყურადღება უნდა მივაქციოთ, როგორ იწერება 42 და როგორ იწერება 4 და 2-ია, ხო? 4-იანი და 2-იანი ნიშნავს 42-ს ამაზე დიდი მათემატიკა უნდა. მოდიო ჩვენ დავყოთ ახლა ეს ორი ციკლი. პირველი ავიღოთ 4 და მეორე ავიღოთ ეს 2. და ვილაპარაკოთ ჯერ პირველ 4-ზე. 4 არის სიმბოლო 4 სტიქიონის, 4 ელემენტის, იმიტომ რომ ღმერთმა 4 ელემენტით შექმნა და ამ 4 ელემენტით შეიქმნა ეს მატერიალური სამყარო. შესაბამისად, რიცხვი 4, რადგან 4 ელემენტის იდუმალებას გვიჩვენებს, მეორე მხრივ ეს ერთი მხარეა. რიცხვი 4 არის სიმბოლო მატერიალური სამყაროს. აი თლიანად, აი რაც ჩვენ გარშემო მატერიალური არის, რა გითხარი, პლანეტებიდან დაწყებული და დამთავრებული კიდე რისით, რა ვიცი, ჩვენი დამთავრებული, ყველაფერი მატერიალურია და რიცხვი 4 გამოსახავს ამ მატერიალურ სამყაროს. რა შეიძლება 2-ს? 2 არის, აი ეს ცოტა უფრო რთულადაა, პირველი უფრო ადვილი გასაგებია. 2 არის სიმბოლო ფორმის და მატერიის, ან მატერიის და ფორმის რიგითობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. და ნახეთ ახლა რა იგულისხმება ამაში. ეს სამყარო, რომელიც მატერიალურია და ჩვენ გარშემოა და მათ შორის ჩვენშიც არის, ჩვენსაც ნაწილი ვართ ამ მატერიალური სამყაროსი, მოცემულობაა, მაგრამ ჩვენში არსებული სურვილები ამ სამყაროს მთლიანად არ უკავშირდება, ჩვენ რაღაცა კონკრეტული გვინდა. აი როცა არასწორი სურვილი განსხვავდება ჩვენში. და ეს არასწორი სურვილი რითი ვლინდება? ფორმა და მატერია. აი მაგალითად, რაღაცა კონკრეტული ნივთი და საგანი მინდა. ის ნივთი და საგანი ფორმაშია მოქცეული და მატერიაშია მოქცეული, ხო ხვდებით? ფორმის და მატერიის გარეშე სურვილი არ არსებობს ადამიანში. რაღაცა რისკენაც მიისწრაფვის, ის ფორმაშია მოქცეული და აუცილებლად მატერიაშია მოქცეული, როცა ამ ქვეყნიურს ვარ მიფრჭვალული, ხო? აი რაღაც მატერიალური სიქით ჩემი აზროვნება და ყოფა არ მიდის. და ნახეთ ახლა რა ხდება 4 და 2, კიდევ ერთხელ განმარტოთ, 4 არის სიმბოლო მატერიალური სამყაროს და 2 კონკრეტულად ჩვენი სურვილებისაც ცალკე აღებული ადამიანების. ოღონდ ეს სურვილები, სურვილი შეიძლება კარგი იყოს და შეიძლება ცუდი იყოს. ცუდ სურვილზეა რა ლაპარაკი, ქვეყნიურზე, ხორციელზეა, აი მიწიერისკენ მიდრეკილზე. და რა მოხდა, როგორ გაგრძელდა ბიბლიური ისტორია? გამოვარდა 2 დათვი და 2-მა დათვმა 42 შემოსრა. აი ეს 2 დათვი ამ შემთხვევაში წმინდა მაქსიმეს გავყვეთ ისევ არის სიმბოლო, ჩვენთვის ნაცნობი ტერმინები უნდა გამოიყენო, გულისწყმის და გულისწყრომის. ოღონდ ხაზი გაუსვათ, გულისწყმა და გულისწყრომა შეიძლება კარგი იყოს, შეიძლება ცუდი იყოს. აი, გონები და ნები წარმართული გულისწყმის და გულისწყრომის. და როგორც კი ადამიანში არაჯეროვანი ფორმა და აზრი გაჩნდება, ანუ მიდრეკილება სურვილი, თუ
განრღვეული არ არის პიროვნება, ანუ აზროვნებიდან ნებელობით გულისწყმა და გულისწყომა დაქვემდებარებულია, ასეთი ადამიანი რას აკეთებს? მოსრავს 42-ს, მასში აღმოცენებულს, მასში მოქმედებაში მოსულს. მატერიალური სამყარო, რომელიც დაკონკრეტებულია ჩემში, ჩემს სურვილში, ფორმაში და მატერიაში განცხადებული, ის იმუსრება 42-ის შემოსვლა დათვის მიერ, ორი დათვის მიერ. აი ასე განიმარტება წმინდა მაქსიმე აფსარებლისაგან. ანუ ეს არის ელისეს მდგომარეობის მაჩვენებელი, რომ ელისე დიდი მოძღვარი წინასწარმეტყველი საკუთარ თავში ფორმას და მატერიას, რაც ამ ქვეყნიურისკენ მიდრეკილების, იდუმალების მაჩვენებელია, არ ახარებს, მოქმედების შესაძლებლობას არ აძლევს და მოდი დავადასტუროთ, რომ ეს ასეა, როგორ მდგომარეობას ფლობდა, რაზე დასცინეს მას, როგორი ხარო შენო, ქაჩალი ხარო ეუბნებიან. ანუ უთმოა და თმიანობა და უთმოობა წმინდა წერილში კონტექსტის მიხედვით ზოგჯერ გვიჩვენებს ვნებიანობას და უვნებობას ადამიანისას. მაგალითად, ესავი იყო ბალნიანი, ბეწვიანი, რაც მამათაგან ასე განიმარტება, ვნებიანი კაცია, ვნებებით არის გარემოცული, არა? ელისე როგორია? ელისე ქაჩალია. ანუ ბეწვიანი თმა არ აქვს მას, უვნებო კაცია. და უვნებო კაცი რა გაგებითა? აი ახლა აგერ განმარტება მოვიშველია და აი თუ ამ ზოგად განმარტებას აღვადგენთ, სხვადასხვა ეპიზოდს გავაერთიანებთ, ვიუღეთ უკვე მდგომარეობა წინასწარმეტყველისა, რომელიც დავითისებრო დაცვდა ლომს გასახანს არ აძლევს, აქ უბრალოდ ორი დათვი ამოშველიებული და არაჯეროვანი გამოჩნდება თუ არა რაღაცა და ყველა ადამიანი ატარებს ამას, ხო? ჭიშჭა, მატერია და ფორმა რო თქვი ჩვენ წარმოსახვებში ხდება ეს ამბავი და მე უკვე ეს წარმოსახვა რეალობად იქცევა და იწყებს ადამიანი მოქმედებს და ეძებს და საქმეზე გადადის და ნაბიჯებს დგამს და რას არ გააკეთებს, ხო დღე-დაღამის გაასწორებს რომ მიზანს მიაღწიოს და აი არაჯეროვანისთვის დრო არ იკარგება, იმუსრება, ერთის და მეორეს წარიხოცება და ადამიანი მიდის იქეთკენ, საითაც უნდა წავიდეს, ხო, ანუ მარადისობის მოპოვების მიზანდასახულობით და აი ეს საიდუმლო ნაჩვენები და ნახეთ თან რა არის ნათქვამი, აი როცა 42-მა ხო, ერთი რამის დამოვიწყდა და ამაზე მერე ვიტყვი, ვინც ქაჩალია და ამ მდგომარეობას ფლობს, წუთისოფლის დამოკიდებულება როგორია? დასცინის წუთისოფელი. წუთისოფლის ასეთი ადამიანი სასაცილოა, კი, ანუ მატერიალურისკენ მიდრეკილი სამყარო ასეთ ადამიანს დასცინის, იმიტომ რომ მისთვის ეს გაუგებარია. შესაძლებლობა, საშუალება, უნარებია და ადამიანი ამას არ ეძებს, ის რას ნიშნავს? რაღაცა შეფასება ასეთია, რომ უარყოფითად უნდა შეფასდეს ეს პიროვნება. ანუ ეს წუთისოფელი ასეთი ადამიანის ცხოვრების წესს ვერ იგებს და მისგან დაცინულია და შეურაცხყოფილია, მოკლედ და კონკრეტულად შინაარსი გესმით. მაგრამ ეხლა ნახეთ, ერთი რაც მინდოდა მეთქვა, იქიდან ქარმელის მთისკენ წავიდა და ანუ ამაღლდა ქარმელის მთაზე ელია. ანუ ესეც არა ელი არა იყო ბოდიში წინასწარმეტყველი ელისე და მე ამით იმის თქმა უნდა წმინდა წერილს, ვინც დათვს, ორ დათვს სწორად ამოქმედებს და 42-ს შემოსრავს, ასეთი ადამიანი რა მდგომარეობაში აღმოჩნდება? ბარიდან მთისკენ ამაღლდება. და მთაზე ამაღლება რისი სიმბოლოა? ჩვენ ამაზე სხვადასხვა დროს ვილაპარაკია, მაგალითად სინას მთას ეწოდება ღვთისმეტყველების მთა. ანუ რაც უფრო მაღლა არის იქ ადამიანი, მაგალითად მოსეზეა ლაპარაკი, მით უფრო წარემატება საფრთხოთა ცოდნაში. აი ქარმელთან დაკავშირებით იგივე შეგვიძლია ვთქვათ. ელისე ბარად კი არ დარჩა, აი ამ მოქმედების შედეგად ქარმელზე ამაღლდა და ამაღლება ნიშნავს მისი მდგომარეობის ცვალებადობას, რომ კარგიდან კარგისკენ, კარგიდან კარგისკენ. ერთი რამე რამს მე დამიწყებია და აქვე თითო წინადადებაა საკმარისი, სახელი ელისე, როგორც კომენტატორები გვეუბნებიან, ნიშნავს ღმერთი ხსნა. ანუ ასე გადმოიტანება ქართულზე თუ თარგმნით, ელისე ნიშნავს ღმერთი ხსნა. და სხვათა შორის განმარტების თანახმად ტომობრივი კუთვნილება თუ დაინტერესებს ვინმეს, ისაქარის ტომიდან ყოფილა. ელიაზე ვიცით რომ აგერ დიცვინაქსარში წავიკითხეთ, აარონის შთამომავალია, შესაბამისად ლევის ტომიდან არის, აი აქ ამ შემთხვევაში ელისეზე როცა ლაპარაკია, ისაქარის ტომიდან. და რა არის წყარო? ტექსტში ეს არ ჩანს, არსად რომ აი ისაქარის ტომიდან ელისე ეს არსად არავის არ უთქვამს. მისი გეოგრაფიული ადგილსამყოფელი, ეს სადაც ის ცხოვრობდა, მითითებულია და კონკრეტებულია ქალაქი, ელია მასთან ჩავიდა და იქიდან მოხდა მისი გამოხმობა, ისაქარის ტომს განეკუთვნა, დანაწილების დროს მიწებისა ისუნავის ეპოქა მოიაზრება და აი აქედან გამომდინარე მარტივად ადვილად ვასკვნით, რომ ისაქარის ტომელია დიდი წინასწარმეტყველი ელისე. ეხლა რაც შეეხება გაგრძელებას, მოდით გადავიდეთ მესამე თავზე და მოვლენები ასე ვითარდებოდა. ისევ თქვენი ნებართვი წავიკითხავ. იორამ აქაბის ძე გამეფდა ისრაელზე სამარიაში იუდას მეფის იოშაპატის მე-18 წელს და იმეფა 12 წელი. იორამი არის აქაბის მეორე შვილი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა აქაზიას სიკვდილის მერე. აქაზია ის კაცია ზედათვალიდან რომ გადმოვარდა და დაზიანდა და ელისემ სიკვდილი უწინასწარმეტყველა და გარდაიცვალა კიდევაც და აი მერე უკვე მისი ძმა აქაბის მეორე შვილი იორამი მოვიდა ხელისუფლებაში, ამას გვამცნობს დასაწყისი ნაწილი. ბოროტ ჩადიოდა უფლის თვალში, ოღონდ არა მამამისივი და დედამისივი. მან გადააგდო ბაალის სვეტი მამამისმა რომ აღმართა.
ანუ კი ჩადიოდა უკეთურებას, თუმცა აქაც ვერ შეეჯიბრება. მამა გაცილებით უკეთურია, ცოტა ისეთი დაბალი ადგილი უკავია ბოროტების ქმნის პროცესში. მაინც უარყოფითად არის შეფასებული. მაგრამ მიწებებული იყო და არ განვრიდებია ცოდვების იორობა ამისა ნაბატისთისა, რომელმაც ასრულა ისრაელი. ანუ რა გააკეთა იორამ, აქაც შეიძლება ეხლა ეს არსებითი არ არის, მაგრამ დავაკონკრეტოთ. ბაალი მოიცილა, მაგრამ იორობოამ ნაბატის გზას არ აცილებია და რას ნიშნავს იორობოამ ნაბატის გზას რომ გაყვა? დანსა და ბეთილში ბომონები შენარჩუნებული. თუ ბაალი აირიდა და ჭეშმარიტი ღმერთის მსახური იყო, ეგენის უნდა მიეყოლებინა ზედ. გახსოვთ ჩვენ ვილაპარაკეთ დანსა და ბეთილში ორი ბომონი, შეგინით ოქროს პოსკერპები განათავსა, იორობოამ პირველზე ალაპარაკი, ის არის ნაბატისზე და ეს მსახურება იქიდან მოყოლებული, ვიდრე დღევანდელ დღემდე რა ეპიზოდზე ვსაუბრობ, შენარჩუნებულია და იორამაც არ შეცვალა არაფერი. ანუ თითქოს და დაიწყო რაღაც დადებითი ნაბიჯი გადადგა, მაგრამ ნახევარი ნაბიჯი და იმის მერე აღარ გააგრძელა. გავაგრძელოთ ისევ ჩვენ ტექსტი მოვიშველიოთ. მეშაყი მოაბის მეფე ცხვრის პატრონი იყო და უგზავნიდა ისრაელის მეფეს 100,000 ცხვარს და 100,000 გაუპარსავ კრავს. ანუ მოაბის მეფე, რომელიც ხარკს უხდიდა ისრაელს და რაოდენობა საკმაოდ დიდია, მიაქციეთ ყურადღება 100,000 ცხვარი წარმოიდგინეთ ახლა და 100,000 გაუპარსარები კრავი, არა 200,000 ჯამში, ეს რამხელა ხარკია დადებული მოაბის მეფეზეა ლაპარაკი. და მოხდა ასეთი რამე. მხოლოდ აქაბის სიკვდილის შემდეგ განუდგა მოაბის მეფე ისრაელის მეფეს. ანუ აღარ მოინდომა ხარკის გადახდა, უთხრომა აღარ მორჩა, რასაც გეხდიდი აქამდე გეყოფა და ჩვენ უკვე თავისუფლებას ვაცხადებთ და გამოვიდა მეფე იორამი იმხანად სამარიიდან და აღრიცხა მთელი ისრაელი. იორამს ეს ამბავი არ აწყობს, ახლა ამხელა შემოსავალი მოდის იქიდან და იმან უარი განაცხადა გადახდაზე, ისე უნდა აღადგინოს ეს ძველი მორჩილება მოაბისა და დაძრა ისრაელის ჯარი გააერთიანა და უკვე სამხედრო მოქმედებებზე უნდა გადავიდეს. და წავიდა და შეუთვალა იოშაფატს იუდას მეფეს იორამმა. იოშაფატი იუდეის მეფეა. იუდეა ორი ტომისგან შედგება დედაქალაქი იერუსალიმი, ესეც გავიხსენოთ. შეუთვალა იუდას მეფეს. განმეგდგა მოაბის მეფე, ხომ არ წამოხვალ ჩემთან ერთად მოაბის წინააღმდეგ და თქვა, წამოვალ, რამ გაყო მე და შენ, რამ გაყო ჩემი ხალხი და შენი ხალხი, ჩემი ცხენები და შენი ცხენები. ეს იოშაფატი უნდა გაგახსენოთ ვინ არის. თავის დროზე როცა აქაბმა მოინდომა იორდანე გადაელახა და იქით ერთ-ერთი ქალაქი დაებრუნება, არამელებს რომ აქვთ დაკავებული, იოშაფატს დაუძახა დასახმარებლად და იქაც იმავე სიტყვებით მიემართა იოშაფატმა, რამ გაყო ჩვენი ხალხი და შენი ხალხი, ჩვენ ერთნი ვართო და ჩვენი შენი ცხენები და ჩემი ცხენებიო და გაყვა. და თუ გახსოვთ უცნაური ფორმა იყო, რადგან უწინასწარმეტყველეს აქაბს სიკვდილი, შენო სამეფო შესამოსელით იყავიო და მე ჯარისკაც ჩვეულებრივი ჯარისკაცის სამოსით გამოვალო. ამ იოშაფატზეა ლაპარაკი და ენათესავება ამ ოჯახს. და მე მაშინაც გითხარით და ახლა გავიმეორებ, ხო, აქაბის ქალიშვილი ყავდა ცოლად მოყვანი იოშაფატის შვილს და ამ შემთხვევაში თანამედროვე ქართულ ტერმინს თუ გამოვიყენებთ, აქაბი და იოშაფატი მზახლები არიან, მე მგონი სწორად ვამბობ, არა? და აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში იორამი არის მისი რძლის ძმა, ხო, ასე შეიძლება რომ ისევ თანამედროვე ქართული ტერმინოლოგიით ნათესაური კავშირი განისაზღვროს და ესეც ნათესავია, რა თქმა უნდა, თანხმობა უთხრა. ნუ რაღაც ერთი კაცია, გულიანი კაცია, თან რა ახლა ნათესაობაა და შეჭირვებაა და თხოვნა, მაგრამ ბოლომდე გაყვება და გვერდზე დაუდგება. და თავისი ეს იუდეის ჯარის შეკრება და მოკლედ გადმოვიდა ისრაელში იმისთვის რომ სამხედრო მოქმედებებში თავადაც ჩაებას ეს ორი სახელმწიფო გაყოფილი სახელმწიფოების ფონზე ისრაელი და იუდეა. და თქვა და წავიდა და ხო ეს წავიკითხეთ ბოდიში კი ბატონო და თქვა რომელი გზით წავიდეთ. შეკითხვა დაისვა ასეთი. აი მოაბისკენ საომრად, იმიტომ რომ სხვა გზა მიდიოდა და კონკრეტულად რომელი გზით უნდა მივიდნენ მოაბთან. და თქვა ედომის უდაბნოს გზით. ანუ არჩევანი გააკეთა იორამმა და უთხრა რომ მოდი წავიდეთ ედომის უდაბნოს გზით. და წავიდნენ ისრაელის მეფე, იუდას მეფე და ედომის მეფე და იტრიალეს 7 დღე და ვერ ნახეს წყალი ლაშქრისათვის. რამე ხო არ გამომრჩა ერთი წამით, ხო არა წავიკითხეთ, ლაშქრითა პირუტყვისთვის უკან რომ მოყვებოდათ. და თქვა ისრაელის მეფემ, აჰა შეყარა უფალმა ეს სამი მეფე მოაბს რომ ჩაუგდოს ხელში. აი პატარა მაინც შინაარსი რომ გავაცნობიეროთ განმარტებას დავურთავ, ვითარება გახლავთ ასეთი. ისრაელის და იუდეის მეფე შეიკრიბნენ და ამას მიემატა ედომის მეფე. ანუ ისიც ამათთან ერთად ამ კოალიციაში შემოვიდა და სამი სახელმწიფოს გაერთიანებული ჯარი მოაბისკენ დაიძრა. ოღონდ გზა შერჩეული არის ედომის გავლით. და ეს გზა იმიტომაა შერჩეული, ისევ განმარტება უნდა მოვიშველიოთ, ედომის გავლით მოაბზე თავდასხმა წესით ლოგიკურად არ უნდა მოხდეს. დიდი უდაბნო იყო გასავლელი და ამ უდაბნოს გადასვლა მით უმეტესად გორზა და სამკაცზე ხო არა ლაპარაკი, ჯარი და პირუტყვი და ცხენები და ასე შემდეგ, არ არის ასეთი მარტივი ამბავი. ამიტომაც მოაბელები იმ მხრიდან დარტყმას მტრისას არ ელოდებიან და სამზაზიდიციც არ არის წარმოებული და აი სამხედრო სტრატეგია მოფიქრებული, რომ სიტყვაზე მტერს ველოდებით აღმოსავლეთიდან უნდა მოვიდეს. ხო, მთელი მობილიზება იქით აგვაქვს და უეცრად დასავლეთიდან გამოჩნდა და ზურგში დაგვარტყა, ხო? სანამ ჩვენი გავიაზრებთ რა
ხდება და შემოვატრიალებთ ჩვენ სამხედრო ძალას, მანამდე შეიძლება აღარც დარჩეს ჩვენგან არაფერი და აი სურვილი ეს არის, მაგრამ აი რომ შედგნენ ამ გზაზე, ამ უდაბნოს გზაზე, ყველანაირი მარაგი წყლისა ამოეწურათ, ვერც იქ ვერ მიაგდეს ვერაფერს და აი იფიქრებს რომ იმიტომ ხوار შევიყარეთ, ერთმა ხო იცი ხوار განაგო რომ მარცხისთვის ვიყოთ განწირულები, ხო აი არ ემართებათ ხელი, ხო არა რაღაც საქმეს მოკიდებ არ გემართება ხელი, კიდე ცდილობ არ გემართება ხელი და დაახლოებით ფიქრი ამდაგვარი და ეს ფიქრი ძირითადად იორამს მოვიდა ისრაელის მეფეს მისი გადაწყვეტილებით, მისი ინიციატივით და მისი საქმე კეთდება და რაღაც დაბრკოლება, ხო და თან კიდევ ერთხელ გავითვალისწინოთ აქ ხوارა ერთი და ორი კაცი, რამდენი წყალი სჭირდება და რამდენი საკვები სჭირდებათ, ხო? თან მარტო ადამიანები არ არიან, ცხენები და ასე შემდეგ და აი ყველანაირი რესურსი ამოიწურა და წინაპირობა რომ მივიდნენ იმ კონკრეტულ დანიშნულების ადგილამდე თითქოს ეს არ აჩანს. და აქ საინტერესო ისტორია საინტერესოდ გრძელდება. თქვა იოშაფატმა, ხომ არ არის აქ სადმე უფლის წინასწარმეტყველი, რომ უფლისთვის ვაკითხვინოთ? ეს იოშაფატი თუ გახსოვთ, მაშინაც რელიგიური კაცი, რაღაც სერიოზული საკითხები როცა არის, აინტერესებს სხვების აზრი, განსაკუთრებით წინასწარმეტყველებს მოიკითხავს ხოლმე და იგივე შეკითხვა დასვა აქაც. მიუგო ისრაელის მეფის ერთ-ერთმა მსახურმა და თქვა, არის აქ ელისე შაფატის ძე, რომელიც ელიას უსხამდა წყალს ხელის დასაბანად. ანუ კი გვესმის ახლა ამჯერად უკვე ელისეზე კეთდება ხაზგასმა და მითითება გაიცა. თქვა იოშაფატმა, უფლის სიტყვა ამასთან. ანუ ეს გვაგებინებს ერთ რამეს. ელისე მარტო ისრაელში არ არის ცნობილი. მას იუდის სამეფოს აგერ პირველი იერარქი მეფეც იცნობს, სმენია მის თაობაზე და პირდაპირ როგორც კი მოისმინა სახელი უფლის სიტყვა არის ომასთან. ეს არ არის რაღაც ხელწამოსაკრავი წინასწარმეტყველი, მრავლად რომ არიან გამოსულები ისრაელის სამეფოში, ამაზე ჩვენ გვილაპარაკია წინა შეხვედრების დროს. და თქვა იოშაფატმა, ხო, უფლის სიტყვა მას და ჩააკითხეს მას ისრაელის მეფემ და იოშაფატმა და ედომის მეფემ. და უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს. ანუ სამი მეფე მივიდა ელისესთან და აი ჩვენ ვილაპარაკეთ წინა შეხვედრის დროს ახოვანებაზე, ასეთი სათუნება გამოვყავით და ამას ახლა საგანგებო წინ და წინ იმიტომ გეუბნებით, შევხედოთ ელისეს დამოკიდებულება იორამის ადმი როგორ იქნება. მეფე დგას მის წინ. ამ ქვეყნის ძლიერი, იმაზე დიდი იერარქი ისრაელში არ არის, ხო და თან ორი მეფე უდგას გვერდზე, ისინიც თანასწორნი და სამი მონარქი დაადგა თავზე, რაღაც ერთი ჩვეულებრივი გლეხი კაცია, ხო? ცოტა ესეთ შეფასებას წინასწარმეტყველი, მაგრამ მაინც გლეხი კაცი ისაქარის ტომიდან, ხო? რამე ესეთი დიდი თანამდებობა მას არ უყრიახევდა პატივი და დიდება. უთხრა ელისემ ისრაელის მეფეს. აი შეხედა თუ არა პირდაპირ და რას ეუბნება ვნახოთ ახლა. რა გინდა ჩემგან? წადი მამაშენის წინასწარმეტყველებთან და დედაშენის წინასწარმეტყველებთან. ანუ ნახეთ როგორი კაცრი მიმართვა. ჩემთან რას მოდიოდი რომ მოდიოდი? ღვთის სიტყვის გაგება გინდა? წადი და მამაშენის და დედაშენის წინასწარმეტყველები რომ არიან და ვინ არიან ეს წინასწარმეტყველები? მოდით გავიხსენოთ, ეგენი არიან ბაალის ეგრეთ წოდებული წინასწარმეტყველები. რომლებსაც თავის დროზე აქაბმაც მიმართა და 400 იყვნენ რაოდენობით რა, რამდენიმე ასეული და ყველა ერთხმად ქადაგებდა რომ აბა წადი და ღვთისნებარი და გაიმარჯვებ და როგორ გაიმარჯვა, ვიცით იმ ბრძოლაში ფიზიკურად განადგურდა თავადაც და ასრულდა წინასწარმეტყველის სიტყვა, ტარი ჩამოვიდა საბოლოო ჯამში, დაიჭრა და მჭრილობას ვეღარ გადაიტანს და მის სისხლს მერე გახსოვთ ალბათ ზაღლები ლოკავდნენ, აღსრულდა ელიას წინასწარმეტყველებას. ასე რომ აი მკაცრი სიტყვებით პირველივე მიმართვა, ყველანაირი ენის მოჩლექის გარეშე, მოდით გამოვიყენოთ ეს გამოთქმა და თქვა ისრაელის მეფემ. არა, იმისთვის შეყარა უფალმა ეს სამი მეფე რომ მოაბ ჩაუგდოს ხელში. აი ელისეს რომ მოусმინა და პასუხი გაიგო, ხო იცით რა უარყოფითი რაღაცის დამძიმებული რო ხარ და კიდე რაღაცა ზედ ისეთ რამეს გეტყვის ადამიანი, ეს სიმძიმე მატულობს და აი დარწმუნდა რომ ღმერთს უნდა ჩაუგდოს ჩვენი თავი ხელში, აი ამ კაცმაც რა თქვა, ვისთანაც თითქოს და იმედიანი სიტყვის მოსასმენად მივედი. და ელისე მაშინ გააგრძელა თავისი სიტყვა. საბაოთ უფალს გეფიცები, რომლის წინაშეც მე ვდგავარ, რომ ზედაც არ შეგხედავდი, პატივს რომ აღწევდი იოშაფატს იუდას მეფეს. ანუ მისადმი სხვა დამოკიდებულება აქვს, იმის ღირსებები ელისე მიცის. ახლა მომიყვანეთ მეჩანგე და როცა უკრავდა მეჩანგე, უფლის ხელი იყო ელისეს. აი თქვენი ნებართვით ერთ წუთი გავჩერდები, მეჩანგე მოითხოვა ელისემ. მეჩანგე კი გესმე ხა საკრავზე დამკრავი არა? მეჩანგე მოვიდა უკრავს და როცა უკრავს მაშინ უფლის ხელია ელისეზე და ელისე აწინასწარმეტყველა და რაღაცა თქვა. და რა თქვა ამაზე ახლა რამდენიმე წამში ამოვიკითხავთ კიდევაც. აი ეს ადგილი საინტერესო რატომ არის, იცით? პირველი პერიოდი, პირველი საუკუნეები იყო ასეთი პოზიცია დაფიქსირებული, ასეთი აზრი გამოთქმული, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში ასპარეზზე გამოსული წინასწარმეტყველები, როდესაც წინასწარმეტყველებდნენ და წინასწარმეტყველება არსებითად მომავალს უკავშირდება, რა მრავალი საუკუნის მერე რა მოხდება, თვითონ ვერაცნობიერებდნენ რაზე ლაპარაკობდნენ. და მაგალითად იყო მოშველიებული სხვადასხვა ფორმა ნიმუში ერთ-ერთი, აი როგორც მაგალითად მე საკრავი ინსტრუმენტი მიკავია ხელში. ხელი ჩამოვკარი, ინსტრუმენტმა ხმები გამოსწრა. ეგ ინსტრუმენტის დაკვრა ხო არ არის, მე მოქმედებ მასზე, მე რო არ ვიმოქმედებ ჩუმად არის. ის ვერაფერს ვერ გააკეთებს და აი როგორც მინდა ისევ ამოქმედებ. დიახ ბატონო. ხო, ესე იგი თუ რაღაცა მე თქვენს ესე ვთქვათ რამე დასაკონკრეტებელი თუ იქნება. და აი ამას ამბობდნენ რომ ყველა წინასწარმეტყველი, ვინც ქრისტეშობამდე ასპარეზში გამოვიდა,
ეგ არის ღვთის ხელში, აი საკრავი ღმერთი ჩამოკრავს ამ სიმებზე ხელს და ისინი ამეტყველდებიან, მაგრამ თვითონ წარმოდგენა არ აქვთ რაზე ლაპარაკობენ და ამ აზრმა, აი პირველი საუკუნეები დაახლოებით 3 საუკუნე ალბათ ასე შეიძლება შეფასდეს, საკმაოდ ძლავრად მოიკიდა ფეხი ეკლესიის წიაღში. აი ასე განიმარტებოდა ეს და ერთ-ერთი მაგალითი იყო მოშველებული ეს ეპიზოდი. იმიტომ რომ ელისემ სანამ მეჩანგეს არ მოუხმო, მანამდე ვერც ვერაფერი ვერ წინასწარმეტყველა და აი ჩანგზე დაკვრის პროცესი რომ წარიმართა, თან ეს სიმბოლურად იმას გვიჩვენებს რომ საღვთო სული ამოქმედა წინასწარმეტყველში და დაიწყო ლაპარაკი. ვერაცნობიერებს რაზე ლაპარაკობს, შინაარსიც არ იცის, ხო? აი რაღაცა მექანიკურად რომ ლაპარაკობდე რაღაცას და შენი გონება ვერ მიყვება, სიტყვები შინაარს ვერ აღიქვამს. და აი მე-4 საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც დიდი მამები ასპარეზზე გამოვიდნენ, რაღაც გარკვეული შეხედულებები, რაც მანამდე იყო გამოთქმული, შეიცვალა და ამ კუთხითაც ვინ გითხრათ ახლა ბასილი დიდი, იოანე ოქროპირი, ასევე სხვა მამები, ეს პოზიცია მათ აბსოლუტურად სხვანაირად განმარტეს და გვეუბნებიან ჯერ ზოგადად ვიტყვი და მე ამ ეპიზოდს დაუბრუნდები, ასეთ რამეს გვეუბნებიან. ყველა შემთხვევაში, როდესაც ქრისტეშობამდე ასპარეზზე გამოდის მოღვაწე წინასწარმეტყველი და ის რაღაც გარკვეულ საიდუმლო მოვლენებზე წინასწარმეტყველებს, მას სრულად აქვს გაცნობიერებული რაზეც საუბრობს. რადგან ესაიას წიგნის შესავალ ნაწილში ბასილი დიდს რამდენიმე თავი აქვს განმარტებული, ეს დიდი მოძღვარი ასეთ რამეს ბრძანებს. როგორ შეიძლება ჩვენო წინასწარმეტყველზე ვთქვათ, რომ მას არ ესმის და არ იცის რაზე საუბრობს, როდესაც საღვთო სული მოქმედებს პიროვნებაზე, ამ კონკრეტულ ადამიანზე. ხოლო იქ სადაც ღვთის სულია ნათელი შემოდის და თუ ადამიანმა სინათლის შემოსვლის შედეგად არ იცის საკითხი რაზე ლაპარაკობს, გამოდის რომ მაშინ სინათლე კი არა სიბნელე ყოფილი, იმიტომ რომ სიბნელეში რო ხარ, იქ არ იცი რა ხდება და ეს სინათლის ზემოქმედების შედეგად სინათლეში თუ იმყოფები, შენ ყველაფერს ხედავ და ყველაფერს იმეცნებ. და მეორე ძალიან ისეთი მარტივი და ლოგიკური განმარტება აქვს. ისინი ხო მოძღვრები არიან და კაცობრიობის გამსწავლელი. როგორ შეიძლება ადამიანი თვითონ არ ფლობდეს ცოდნას და სხვა სასწავლებელს. აი მაგალითად, რა გითხრა, პირობითად სკოლაში შევიდა რაღაც მასწავლებელი და არ იცის საგანი რა სასწავლის თუ არ იცის. სასწავლის იმას რაც იცის და აი იციან და რაც იციან იმას გადასცემენ შემდგომ. ანუ გაცნობიერებული აქვთ, გაშინაარსებული აქვთ, ჯერ თვითონ ისწავლობენ ამას სულიერი გაგებით და აი მე უკვე როგორც მოძღვარნი და ამის შემეცნებელნი სხვას გადასცემენ. აი ეს არის ზოგადი საეკლესიო განმარტება, უშუალოდ როგორც ეკლესიის აზრი დაფიქსირებული და აღიარებული. როგორ არის, იცით ხო, ძირითადად მან რაღაც თითქოს ექსტაზური მდგომარეობით ხდებოდა ამ წინასწარმეტყველების გამოთქმა. აქაც იგივეა ნათქვამი, რაღაც ექსტაზის მდგომარეობაში მოვიდა ელისეს ჩანგის დაკვრის ხმარი და აი ამოიფრქვა ეს სათქმელი ისე რომ თვითონ ამას ვერაცნობიერებს. როგორ არის, ასეთ კონკრეტული სახელების მითითება გამიჭირდება, მაგრამ აი ზოგადი ფონი, აი პირველი პერიოდის განმავლობაში თან ეს ის ხალხია, რომელიც თავის დროზე ეკლესიას შეიძლება იყო ეკლესიის წიაღში ითვლებოდა მყოფებად, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ისტორიას თუ მე ნელ-ნელა მოხდა მათი გაკრეფა წიაღიდან და აი ძირითადად ამ ადამიანებზეა ლაპარაკი, რომლებმაც საეკლესიო მოძღვრება ვერ გააცნობიერეს, არ გააცნობიერეს სწორად და აი გააუყუღმართეს და ამ შემთხვევაში ეს ერთი ფორმაა გამოყოფილი ასეთი სახით შეაფასეს, რაც ეკლესიამ არ გაიზიარა და კი ვთქვი ძირითადი განმარტება რაცა. რა შეეხება ამ ეპიზოდს, არაფერი ექსტაზია, არაფერი შუაში არ არის, მეჩანგის მოყვანა ძალიან მარტივად განიმარტება მამათაგან, თურმე, როგორც გვეუბნებიან საეკლესიო ავტორები, მაგალითად ეფრემასური მახსენდება, წმინდა კესარიოს არელატელი, აი ორი ავტორი, ვინც უცებ მომაგონდა, ელისემ რომ მეჩანგე მოიხმო თან, აქ რაღაცა მიზეზით იხემძღვანებდა და მიზეზი რა არის? მიზეზი არის ის, რომ მეჩანგე ჩამოკრავს თუ არა სიმებს და ეს ხმა გამოიცემა ინსტრუმენტისა, ყველა ადამიანის მობილიზება მოხდება იქით ყურადღება. აი პირობითად, აი ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, ბევრნი ვართ. იქ რა 2-3 კაცი ერთმანეთში რაღაცას ლაპარაკობს, ყველა იმას ხო არ უსმენთ, არა, ზოგი შორს დგავარ, ზოგი შუაში, ზოგი წინა, შეიძლება ვინც ახლოს დგას ისმენს, მაგრამ დანარჩენები ამას ვერ გაიგებენ ვერაფერს. ამიტომაც ელისემ როგორც კი მეჩანგე მოიყვანა და ამ უცნაურ ვითარებაში მუსიკის ხმა გახმოვანდა, აი ჩვენ ერთმანეთში ვსაუბრობთ იმას, ჩვენი ყურადღება იქითკენ მიეც. აი როგორც კი ყურადღება მიიზიდა იქ დამსწრე საზოგადოებისა და მეტის თქმა შეგვიძლია სამი სახელმწიფოს გაერთიანებული ჯარია. და ვინ არიან ესენი? ისრაელის სამეფოს მეომრები არიან, იუდეის სამეფოს მეომრები არიან და ის მესამე საგანგებოდ გამოყვეთ, ედომის სახელმწიფოს მეომრები არიან. ედომის საერთოდ წარმართები, ხო? მათაც უნდა მოისმინონ ელისეს სიტყვა, რაც ხადაგება ისრაელის სამეფოს ჯარისკაცებმაც უამრავია ბაალს რომ ეთაყვანება და ბაალი ჭეშმარიტი ღმერთი გონი და მათ შორის იუდეის სამეფო იქაც არ არის ლამაზად და
კარგად საქმე, ხო, იგას ბევრი გამრუდება და ბევრი გაუკუღმართება და აი ყველასთან რომ მივიდეს ეს სიტყვა და ყურადღება იყოს, აი როგორც პავლე მოციქულმა ხელი აღაპყრო, ხო, საქმე მოციქულთაში რომ რაც იყო ნიშანი რომ სიტყვით უნდა მოგმართო და აი თქვენ თუ ერთმანეთში ლაპარაკობ და ეს ძველი წესი იყო, მე ხელი აღმართე, ნიშნავს რომ რაღაცის თქვა მინდა ჩერდები და ჩემკენ გაქვთ ყურადღება და მე უკვე თქვენ მოგმართავ და ისმენთ კიდევაც რას გეუბნები და აი ყურადღება მიიზიდა და მე უკვე გადავიდა სიტყვის თქმაზე. აი რა თქვა ეხლა ვნახოთ და თქვა, ანუ ელისე მიმართავს მეფეებს და მეფეების სახით დანარჩენებს. 100 ამბობს უფალი. თხრილები დაათხარეთ ამ ხევში, რადგან 100 ამბობს უფალი, ვერ დაინახავთ ქარს და ვერ დაინახავთ წვიმას, მაგრამ წყლით აივსება ეს ხევი. თქვენ ცვით, თქვენმა ჯოგმას და თქვენმა პირუტყვაც. ამას არ აკმარებს უფალი, მოაბსაც შაგაგდებინეთ ხელში და შემოსრავთ ყველა გამაგრებულ ქალაქს, ყველა რჩეულ ქალაქს და ყველა საუკეთესო ხეს აჩეხავთ, ყველა წყაროს თვალს ამოყურავთ და საუკეთესო ყანებს თვით ავსებთ. ანუ კონკრეტული წინასწარმეტყველება უფლის სახელით და თან ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, არც წვიმა არ იქნება, არც ხარი არ იქნება. ამოთხარეთ თხრილები და ისე აივსებ. ისე როგორ ახლა წვიმის გარეშე მით უმეტეს უწყლობაა სრული, არა ამომჭრალია ყველაფერი და როგორ შეიძლება წყლით აივსოს თხრილები. ანუ სასწაული აღსრულდება, ამას ეუბნება. ელისე ოღონდ სასწაულის აღსრულების მიზანი არის საზოგადოების გონებაში შემოვიდეს ცნობიერებაში ვისი სახელით და როგორი ძალმოსილი ღმერთის მიერ, რომ აი იფიქრონ, იმსჯელონ და ვისაც აქვს უნარი დასკვნა გამოიტანოს, აი თუ სხვა ღმერთი ყავს აღიარებული და აღსარებული, აი ცვალებადობა შემოვიდეს, ელისეს ღმერთისადმი მიაპყროს საკუთარი ყურადღება, ხო? აი მიზანი და მიზეზი ეს არის და გახმოვანდა ეს წინა, რასაც ელოდებოდნენ საბოლოო ჯამში იმ სამმა მეფემ გაიგო. ახლა ნახოთ როგორ გაგრძელდა. და იყო დილით პურეული ზღვის მიტანისას, წამოვიდა წყალი ედომის გზაზე და წყლით აივსო მიწა. ანუ სრულიად მოულოდნელად ისე რომ ლოგიკურად და ამ ქვეყნიური კანონებით წყალი არ უნდა გამოჩენილიყო, აი ეს თხრილები მთლიანად წყლით დაივსო. და გაიგო მთელმა მოაბმა, რომ დაიზრდნენ მეფეები მათთან საომრად და ყველა თავისი მოიყარა სარტყლის მატარებელმა და უხსენებმაც და დადგნენ საზღვართან. ანუ სანამ ესენი დაბყოლებულები არიან და იქ რაღაცა დაეძებენ ამ წყალს და ელისე და ეს წინასწარმეტყველება მანამდე მოაბელებმა გაიგეს რომ არალოგიკური მხრიდან მოდიან და აქაც მობილიზება მოხდა უკვე რომ აი მოწინააღმდეგე ზურგიდან რომ დარტყმას აპირებს მოიგერიოს, ხო? მოაბიც უკვე სამზადიში და ყველა დიდი და პატარა მათ შეყარეს. აი აქ ხდება ასეთი ისტორია. და გაიღვიძეს დილა ადრიან და როცა მზე წყალზე გაბწყინდა, მოაბელებს შორიდან წყალის სისხლივით წითელი მოეჩვენათ. ანუ შეხედეს თუ არა იმ გარემოს, საიდანაც მტერი უახლოვდება ეს სამი სამეფო, იქ წყლით არის დაფარული სივრცე და სისხლის ფერია. აი ახმა მოაბის საზოგადოებისა მეფიდან დაწყებული ჯარისკაცებით გაგრძელებული სისხლით არის აი მოფენილი მთელი ადგილი, სადაც მათი მოწინააღმდეგე სამი სამხედრო ძალა არის გაერთიანებული. და ნახეთ რა იფიქრეს და თქვეს, ეს სისხლია დატაკებიან მეფეები და ერთმანეთი დაუხოცავთ. აბა შენ იცი მოაბო ნადავლისკენ, ნადავლის მოპოვებისკენ. ანუ ახმა საზოგადოებისა საბრძოლო დრომა იყო განწყობილი შეიცვალა და რამდენჯერ მომხდარა ერთ საქმეზე წასულან ადამიანები და იქ დაპირისპირება მოსულიათ და სხვებისთვის წინააღმდეგობის ნაცვლად რა გითხათ ერთმანეთი დაუზიანებიათ არა და აი ეს იფიქრეს რომ სამი სხვადასხვა სახელმწიფოა, ერთი ისრაელია, მეორე იუდეა, მესამე ედომია, რაღაცა მოხდა მათ შორის და დახოცეს მეომრება ერთმანეთი და აბა ასეთი რაოდენობით სისხლი რით უნდა იყოს განპირობებული. და საერთოდ სხვა ფსიქოლოგიით და სულისკვეთებით არა საომრად, არამედ საძარცვავად უკვე გამარჯვებულები არიან, დარწმუნებულები არიან და მაშინ გაემართნენ აი ამ ბანაკისკენ, სამხედრო ბანაკისკენ და შედეგით შესაბამისი დადგა. მაგრამ მიადგნენ ისრაელის ბანაკს და შეუტია ისრაელმა და დასხო მოაბს და უკუაქცია და მიეწივნენ და დახოცეს მოაბელები. ანუ სრულიად სხვა განსხვავებული ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ. სამხედრო ძალა კბილებამდე შეიარაღებული და მომზადებული ხალხი თითქოს და რომ უნდა გაეძარცვათ იქით დარტყმას ახორციელებენ და მოაბი ადვილად და მარტივად მოაბური არმია მარცხდება და უკვე უკან გარბიან, ხო, ვინსა თავი რომ გადაერჩინო. ქალაქები დაანგრიეს, საუკეთესო ყანებში თითოეულმა თითო ქვა ისროლა და ქვით ავსეს და ყველა წყაროს თვალი ამოყურეს, ყველა საუკეთესო ხე აჩეხეს, ქვაზე არ დაუტოვებიათ, კირხარსარეთში გეოგრაფიული ადგილებია, შემოადგენენ მეშურდულენი და დააქციეს. მოკლედ აი მიწასთან ასწორებენ. მოაბს ისეთი სამხედრო შეტევა მიმდინარეობს, დაინახა მოაბის მეფემ, რომ იძლია ბრძოლაში, გაიყოლა 700 კაცი מחვილის ამომწვდელი და შეეცადა ედომის მეფისკენ გაეღწია, მაგრამ ვერ შეძლეს. ანუ როდესაც მოაბის მეფემ დაინახა, რომ დამარცხდნენ უკვე და უბრალოდ წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს, ელიტარული ჯარის 700 ადამიანი თავისთან შემოიყვანა ყველაზე ძლიერი მებრძოლები ვინც არის და ედომის მეფისკენ აიღო სამიზნე, ედომის მეფე აიღო რომ ის მაინც იქნებ შური მასზე იძიოს, ხო? აი როგორღაც მოიხელთოს, კი? და ამ შემთხვევაში მიზეზი ედომის მეფის ასე ვთქვათ სხვა მეფებისკენ რატომ არ გაიწია, მაინც და მაინც ეს რატომ აიღო? მიზანში ძირითადად ახლა მე რაც მინახავს ორი განმარტება შემიძლია გითხრათ.
როგორ არის ის მეფეები ერთად არ დგანან. ისრაელის მეფეს თავისი მხედართავარი ყავს, ისრაელის მეფის სახით იორამია, იუდას მეფეს თავის მხედართავარი, ეგერ იოშაბადის სახით და ედომის მეფეს თავისი და ისინი ცალ-ცალკე ადგილზე არის ყველაზე ახლოს ეს ედომის მეფე. ამიტომაც ვისაც ახლა იქამდე რომ მიხვიდე, დიდი გზა გასავლელი და აი ვერ მიაღწევ ფიზიკურად. აი ვისი მოხელთება შეიძლება მიმართულებით. მეორე განმარტება ასეთი მინახავს, რომ რაღაცა გარკვეული ურთიერთობები ედომსა და მოაბ შორის იყო. და ამ შემთხვევაში ნახეთ ახლა ვიღაცა შენ იმტერი რომ წამოვა და თავს გესხმის და უბედურებას დაგათევს, კი არ არის სასიამოვნო, მაგრამ გასაგებია, ლოგიკურად აიხსნება და აი ვიღაცასთან კეთილ ურთიერთობაში რო ხარ და შენ მტრის გვერდზე ის დაინახე, აი მანდ უკვე გული კარგს არ გეტყვის არაფერს და უფრო მეტად მოინდომებ შურისძიებას ვიდრე იმტრისადმი, მოყვარისადმი, ხო? ადამიანურად გასაგები მომენტია, მაგრამ ვერ შეძლო ეს ამ ადამიანს. მიუხედავად იმისა, რომ ელიტარული ჯარის წარმომადგენლები არიან, ედომის მეფემ ვერ მიაღწიეს და სრული განუხორციელებელი. აი აქ ნახეთ რა მოიმოქმედა, მოკიდა ხელი თავის პირმშოს, მის ნაცვლად რომ უნდა გამეფებულიყო და სრულად დასაწველად შესწირა გალავანზე და იყო დიდი გულისწყრომა ისრაელზე და მოსცილდნენ მოაბს და თავის ქვეყანაში დაბრუნდნენ. ანუ ამ კაცმა რა გააკეთა? გალავანზე თავისი პირმშოშვილი აიყვანა და ყოვლად დასაწველ მსხვერპლად შესწირა. ეს რას ნიშნავს? იცით, დაკლა საკუთარი შვილი. პირდაპირ გაგებით, ღმერთს მსხვერპლად შეწირა და ეს იმდენად შემაძრწუნებელი სანახაობა იყო, აი ამის მერე შეჩერდა საომარი მოქმედებები და ისრაელმა რაც დააწია თავზე საკმარის იყო და გატრიალდნენ და უკან დაბრუნდნენ. და ამით ეს ნაწილიც მესამე თავი მეოთხე მეფეთა წიგნებისას სრულდება. ოღონდ ჩვენ მაინც განმარტება უნდა ვთქვათ, როგორი ვითარება იცით, ძველი აღთქმის ეპოქაში მრავალი გაუკუღმართებული მსახურება იყო. და ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაუკუღმართებული მსახურება იყო შვილების მსხვერპლად შეწირვა. გვხვდება ეს ჩვენ წმინდა წიგნში ასეთი მითითებები. ხო, როდესაც ადამიანები ყველაზე ძვირფასი რაც არის და შვილზე უფრო ძვირფასი რა უნდა იყოს, მით უმეტეს პირმშოშვილი, ხო, დიდი პატივით გამორჩეული, იმას წირავენ ღმერთს. აი ეს მოქმედება განახორციელა ამ პიროვნებამ. მაგრამ რატომ, მოდი ასე დავსვათ ეს შეკითხვა, ისევ საეკლესიო განმარტებები უნდა მოიშველიოთ, სხვათა შორის ვის შესწირა? აქ არ არის დაკონკრეტებული, აი ვის წირავს, რომელ ღმერთს წირავს? ორი აზრია გამოთქმული. ერთი აზრის მიხედვით საკუთარ ღმერთს, ანუ მოაბელთა ხო? თავის სრულ ღმერთს, არ არსებულ ღმერთს. იმიტომ რომ, რატომ იცით? რადგან შენ ჩემო ღმერთო მე არ შემეწიე ამ ბრძოლაში, იმიტომ დამარცხება მოაბისა ხილული ფორმით რას ნიშნავს? ისევ წარმართული ცნობიერება გავაცოცხლოთ, უხილავად რომ ღმერთები ბრძოლობენ ერთმანეთში, იმ უხილავ ბრძოლაში მარცხდება ის, ვინც ფიზიკურად დამარცხებულია, იმათი ღმერთი, ხო? გამარჯვებული ღმერთის საპირწონედ და აი რადგან მოაბელთა ღმერთი არ შეეწია მოაბელებს და დამარცხების პროცესი მიმდინარეობს, არა? მან მოინდომა ასეთი მოქმედება. რაც ყველაზე ძვირფასი იმას გწირავ ახლა შენ და აი ახლა შენ უფრო აღმატებულად უნდა დამეხმარო. კიდე უფრო დიდი ძალმოსილებით უნდა იმოქმედო, რომ როგორღაც ეს ძლევა საბოლოოდ არ მიიყვანო დასასრულამდე ისრაელმა თუ იუდეამ თუ ამ გაერთიანებულმა სამა და მიწასთან არ გაასწრო, რომ ერთი განმარტება ასეთი, რომ საკუთარ ღმერთს აღმატებულ მსხვერპლს წირავს იმ მოთხოვნით, რომ უფრო მეტად ამოქმედი, უფრო მეტი შემწეობა უნდა მივიღოთ შენგან. მეორე განმარტება გაუკუღ თავისთავად ხარ, ყველა შემთხვევაში გაუკუღმართებული და სხვათა შორის ასეთი განმარტება შემხედრია. აი ეს წარმართული ეს ფორმა მსახურებებისა შვილების შეწირვა ყველაზე შემაძრწუნებელი. ერთ-ერთი წყარო ამისა იყო აბრაამის ქმედება. აბრაამა რომ ბორიას მთაზე ისააკი აიყვანა და მსხვერპლად წირავდა, მაგრამ რა არის იცით? თუ ეს იყო წყარო, მე არ ვიცი ხალ რამდენად სწორია ეს ეგზეგეტიკა. ჯერ ერთი მოდი იმ ისტორიაში ვხედავ, აბრაამა შეწირა თავისი შვილი? კი, გასაგებია, აღმართა მახვილი უნდა ჩასცეს, მაგრამ მოქმედება არ დასრულებულა და თუ ეს მაგალითად აიღე, იქნებ ბოლომდე წაიგითხო ისტორია და დაინახო იქ როგორ დამთავრდა ეგ ამბავი და რაღაცა ნახევარი ისტორიით იხემძღვანელო და შენ ის გააკეთო, რაც იქ არ მომხდარა, რაღაცა ლოგიკაში არ ჯდება, ხო, მაგრამ გაუკუღმართებულ ცნობიერებაში რა აზრი არ დაიბადება, ხა მაგას ვინ ჩამოთვლის და ასე ვთქვათ პირველ საფუძველს ვინ მოძებნის, აი ერთ-ერთი რაც გითხარით ეს განმარტება არსებია, მაგრამ მეორე განმარტებაცა. მეორე განმარტება არის უკვე საპირისპიროდ უნდა ვთქვათ. ამ კაცის მიერ აღსრულებული მსხვერპლშეწირვა საკუთარი ძისა უკავშირდება არა საკუთარ არარსებულ ღმერთს, არამედ ებრაელთა ღმერთს. ებრაელთა ღმერთისადმი აღავლინა მსხვერპლი. და რა გაგებით აღავლინა, იცით ებრაელთა ღმერთისადმი მსხვერპლი? ის ხედავს რომ ებრაელთა ღმერთი ძალმოსილი ღმერთია, იმიტომ რომ მარცხდება მოაბ, რომ მარცხდება ეს აშკარად ამის დასტურია ხელული უხილავისა, ხო? ძალმოსილ ღმერთს შესწირა საკუთარი შვილი, როგორც ყველაზე აღმატებული და განსაკუთრებული, ვინც მას ყავდა, მის გარშემო მასზე უფრო ახლობელი არავინ არ არის, რომ ებრაელთა ღმერთის მრისხანება დააწყოს და შეამსუბუქოს მან თავის ეს დამოკიდებულება, სადაც მიწასთან სწორდება და იმუსრება მოაბი. გინდა ერთი, გინდა მეორე, ორივე უკუღმართი აზროვნების ნაყოფია და დადებითი არც ერთში ჩანს და არც მეორეში. ხო, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ასეთი მოცემულობა, რომ
ამ ბრძოლაში მოაბი დამარცხდა და იუარამმა, იოშაფატმა და ედომის მეფემ გამარჯვება ამ ფორმით ამ სახით მოიპოვეს და აქვე ელისეს წინასწარმეტყველებაც ფრაგმენტულად არის დიდი წინასწარმეტყველი, მაგრამ მისი სიტყვები აღსრულდა და წარმატებით დასრულდა ეს სამხედრო მოქმედება. აი ახლა გადავდივართ მეოთხე თავზე, რომელიც ერთი ისტორიით იწყება და ჩვენ ეს მოკლე ისტორია ვთქვა და მე უფრო არსების ზედა მნიშვნელოვანზე გადავიდეთ. ტექსტი ასეთია: ერთმა ქალმა, რომელიღაც წინასწარმეტყველის ცოლმა ტირილით შეღაღა და ელისეს: მოკვდა ჩემი ქმარი, შენი მსახური და შენ იცი ღვთის მოშიში იყო შენი მსახური და მოვიდა მევახში და ჩემი ორივე ბავშვი მონებად მიყავს. და უთხრა ელისემ: რა გიყო, მითხარი, რა გაქვს სახში და თქვა: სახში არაფერი აქვს შენს მკვლელს გარდა მცირეოდენი ზეთის. უთხრა: წადი და ჭურჭელი ნათხოვრე ყველა მეზობლისგან, ცარიელი ჭურჭელი, ბევრი დააგროვე, მერე მოდი ჩაიკედე სახში შენ და შენი შვილები და ავსე ყველა ის ჭურჭელი სავსე გვერდზე გადადგე. და წავიდა ქალი, ჩაიკედა სახში თავის შვილებიდან, შვილებიანად ისინი აწვდნენ თვითონ აცხამდა და როცა ჭურჭლები აივსო, უთხრა ვაჟიშვილს: კიდევ მომაწედე ჭურჭელი და უთხრა: არ არის მეტი ჭურჭელი და შეწყდა ზეთიც. და მივიდა და უამბო ღვთისკაცს და უთხრა მან: წადი გაყიდე ზეთი და გაისტუმრე ვალი და დანარჩენი თავირჩინე შენ და შენმა შვილებმა. გესმით ახლა შინაარსი სასწაულებრივად ზეთის გამრავლება და ამ უამრავი ზეთის გზით განწირული რომ არის ეს ადამიანი და აგერ შვილები მევალეებს მიყავდა კარგავს ორივეს, ერთი მხრივ თავი დაიხსნა, შვილები გამოიხსნა და მეორე მხრივ ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მიეცა. აი ეგ არის მოკლე ისტორია, ახლა ბევრ ამაზე ვერაფერს ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ერთი სიმბოლიკა მაინც უნდა გავაცოცხლო. ამ ქალს ორი ძე ყავს და ნახეთ ორივე ძე მიყავს მევალეს. ისე რომ გამოხსნის შესაძლებლობა არ არსებობს, თუ ელისი არ ჩაერია და ელისემ შესაბამისი მოქმედება სასწაულებრივი არ აღასრულა. და ვინ არის ეს ორი ძე? როგორ განიმარტება, რომელიც ორივე განწირულია. როგორც განმარტებებში ვკითხულობთ, ძველი აღთქმის კაცობრიობა იყოფა ორად. ეს არის ერთი წარმართული კაცობრიობა და მეორე ვინ იქნება ხვდებით ახლა ძველი აღთქმის რჩეული ერი. აი, ამ ქალის ორი შვილი განასახიერებს ორ ნაწილად გაყოფილ კაცობრიობას: წარმართობა და რჩეული ერი. რჩეული ერი ცოტა ახო ერთი ერია, ერთი პური ჯგუფია, დიდი უმრავლესობა წარმართები არიან. ორივე ძის მდგომარეობა რას როგორ განიმარტება საეკლესიო ისევ ბიბლია და საეკლესიო ლიტერატურაში. ორივე ძე, უკვე ვიცით შინაარსი რა მოიაზრება, როდესაც ფიზიკურად ადამიანი გარდაიცვლება, სულით მიემართება სად, რა სივრცეს, რას გვეუბნება ბიბლია და ეკლესიის მამათა ეგზეგეტიკა, ორივენი ხდებიან ჯოჯოხეთის მკვიდრები. მიუხედავად იმისა, რომ წარმართობას რჯული არ აქვს, მაგრამ ძველი აღთქმის რჩეულებს რჯული გააჩნია. რჯული არ იყო გამოხსნის შესაძლებლობა, ხო? ორივენი ჯოჯოხეთის კერძნი არიან, ხო? ჯოჯოხეთი მათ განეკუთვნებს. აი, ამ კონკრეტულ ისტორიაში მამათაგან დანახული სიმბოლიკა ესაა, რომ მევალეს მიყავს ისინი. რატო? იმიტომ რომ ვალი აქვთ და ვალი არის ის უკეთურება, ის ცოდვა, რაც პირვომშობლებმა აღასრულეს და მემკვიდრეობის სახით ყველას გადაეცა. რჩეული ხარ თუ არ რჩეული ხარ, ხო? წარმართი ხარ თუ ებრაელი ხარ, პირობითად ეს ორი ტერმინიც გამოიყენება. და ელისეს მოქმედება, ზეთი რომ მრავლდება, ზეთი რისი სიმბოლოა, ხო? ბევრი სიმბოლო შეიძლება, მაგრამ წყალობის სიმბოლოა. და რადგან წყალობის სიმბოლოა, გამრავლება ზეთისა რას ნიშნავს და აი ამ ზეთის გამრავლების გზით ორივე შვილის გამოხსნა და მე უკვე სიცოცხლის მიცემის შესაძლებლობა, რომ დადგება შესაბამისი ჟამი, როდესაც ღმერთი თავისი აღმატებული წყალობით იმოქმედებს და კაცობრიობა, ჩვენ ახლა გავაერთიანოთ ყველანი ორივე ძეს გადარჩენის საშუალებას მიჰმატლებს. ოღონდ ამ კაცობრიობამ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს და თავადაც უნდა გაამრავლოს და გაამრავლოს ეს ზეთი, ხო, ღვთისაგან ბოძებული ადამიანის მოდმისთვის და აი ეს მოკლედ და კონკრეტულად ასე შეიძლება ეს ისტორია გესმოდეთ. რაც შეიძლება გაგრძელებას, აქ გაცილებით უფრო ღრმა როგორ, უფრო გაშლილია საკითხები და ბევრი სიმბოლოა დანახული. ნახეთ როგორ გაგრძელდა ტექსტი. ერთ დღესაც შუნემში გაიარა ელისემ, ეს ისრაელია, ისრაელის სამეფოა, ებრაელებს შორის ხდება ეგ ისტორიაც, ანუ ძველი აღთქმის რჩეული შვილებს შორის, შუნემში გაიარა ელისემ და ცხოვრობდა იქ ერთი მდიდარი ქალი, რომელმაც პურის საჭმელად მიიწვია იგი და რამდენჯერაც არ ჩაივლიდა, ყოველთვის შეუხედავდა ხოლმე იგი პურის საჭმელად. ანუ თანამოაზრეა ელისეს. იმავე სურვილების მქონია, რაც წინასწარმეტყველში, ანუ დადებითია სათნო პიროვნება. მოდიეთ ამაზე გავაკეთოთ ხაზგასმა, ხო? ელისეს ღმერთის ერთგულია და ანუ იმ ღმერთს აღიარებს, რომელიც ძველი აღთქმის რჩეული არის ღმერთია და წინასწარმეტყველის ხშირად აკითხავს და მათ შორის ურთიერთობა არის, განსწავლის ღვთის სიტყვაზე ელაპარაკება და ასე შემდეგ, ხო? და ტექსტი ასე გრძელდება. უთხრა ქალმა თავის ქმარს: ნამდვილად ვიცი რომ წმინდა ღვთისკაცი, აქეთ რომ დადის ხოლმე. მისი შეფასებაც გვესმის. მოვუწყოთ მცირე ოთახის ზემოთვალში, დავუდგათ იქ საწოლი, ტაბლა, სკამი და ლამპარი და როცა ჩვენთან გამოვლის, იქ შევიდეს. ანუ როცა ჩვენ სახლში შემოვა, დასვენების საშუალება მივცეთ და ვისტუმროთ ეს ადამიანი და ღამეც დარჩეს და მოისვენოს და მე როცა სურვილი ექნება, ისევ გააგრძელოს გზა. და რატომ იცით? ელისი არის წინასწარმეტყველი და წინასწარმეტყველის ფუნქცია რა არის? ერთ ადგილზე გაჩერებული კი არ უნდა იყოს. დადის და დადის. აი სოფელ, ქალაქ,
დაბადაბა ღვთის სიტყვა უნდა გაავრცელოს, უნდა იქადაგოს, უნდა ელაპარაკოს ადამიანებს. კი ყავს ჩვენ წინასწარმეტყველები ერთ ადგილზე არიან და მაგალითად ეზეკიელი ვახსენეთ ჩვენი შეხვედრისას, მაგრამ ეგ გამონაკლისი შემთხვევა. როგორც წესი წინასწარმეტყველები, აი იერემია მახსენდება, დღე და ღამე ქუჩაში არიან და ელაპარაკებიან ადამიანებს და ამიტომაც ელისეს ხშირად უწევს აქ გამოვლა, ხო? შემოიარა, კიდე შემოიარა და აი როცა შემოივიდეს დასვენების შესაძლებლობა რომ მქონდეს, რაღაც გარკვეული პირობების შექმნაზეა ლაპარაკი. ერთ დღესაც გამოიარა მათთან და შევიდა ზემოთვალში და დაწვა. და უთხრა ელისემ გეეს, თავის მსახურს. ანუ ელისეს ყოლი ახალი პიროვნება შემოვიდა, გეეზი, რომელიც მას ხშირად თან ახლავს და მე რაღაცა კიდე მისი სახელი შეგვხვდება ჩვენ რამდენჯერმე, უთხრა თავის მსახურს ელისემ დაუძახი ამ შუნამელ ქალს. მანაც დაუძახა და ეახლა ქალი. და უთხრა ელისემ მსახურბიც, უთხარი მაგას, აჰა, დიდად ზრუნავ თქო ჩემზე. რა შემიძლია რომ გაგიკეთო, იქნებ ველაპარაკო შენზე მეფეს ან მხედართმთავარს და მიუგო ქალმა, არა, ჩემს ხალხში ვცხოვრობ. ანუ ელისესაც უნდა რაღაცა საპატიო პატივი მიუძღვნა სამაგიეროდ და რამე თხოვნა ადამიანები ვართ ახლა ვის არ უჭირს და რაღაც პრობლემა მოსაგვარებელი ვის არა აქვს და აი რამე თუ ისეთი მათ შორის მეფესთანაც შეუძლია მისვლა, ხო? იორამი იგულისხმება აქაბიშვილი და ამ დონეზე ამის წლომის შესაძლებლობაც აქვს, მაგრამ ამ ქალის პატიოსნება ჩანს რომ არაფერი არ თხოვა, არ მჭირდება არაფერი. მაგრამ ნახეთ როგორ გაგრძელდა ტექსტი და თქვა, მაინც რა გავუკეთო და თქვა გეეზმა. აი გეეზმა უკვე პასუხი გასცა ამ ქალის მაგივრად და პასუხი ასეთია: მართლა შვილი არ ყავს და ქმარი კი მოხუცია. ანუ თუ რამე შეიძლება ელისემ გააკეთოს, აი ამაზე დიდი ძღვენი და საჩუქარი რა იქნება, უშვილოდ გადაეგება ეს ოჯახი და აი შვილი თუ ეყოლებათ, სხვა საჩუქარი საჭირო აღარა. და თან ნახეთ ახლა ერთ რამეს მივაქციოთ ყურადღება, ეს ისეც ვიცით ზოგადად თუნდაც ახალი აღქმიდან, უშვილობა რჩეული წიაღში ეს იმდენად უარყოფით მოვლენა დაღექმებოდა, რომ ასეთ ოჯახებს, ასეთ ადამიანებს ძალიან ცუდი თვალით უყურებდნენ, ვინც უშვილოა რაღაცა სასჯელის ქვეშ არის მოქცეული და მიზეზი ესა პირველი ახლა რაც მახსენდება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მშობლები მართალი ანა და იოაკიმე, ხო? შვილი რომ არ ყავდა და იოაკიმე ტაძარში მივიდა და მსხვერპლი უნდა შეეძინა, მოდელმა გააგდო იქიდან საერთოდ. ჩვენ აქ უშვილო კაცი მოდიხარ, რაღაცა ესე იგი ისეთი ცოდვა გაქვს რომ აქ ასე დაგსაჯა ღმერთმა და რა მსხვერპლი უნდა შეწირო, ხო? და იოაკიმე უდაბნოში მიდის გულდაწყვეტილი დათოთქული და აი მე უკვე სამახარებლო სიტყვა ეძლევათ რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეეძინებათ მათ და აი დამოკიდებულება საზოგადოების ასეთი უშვილო ადამიანი ღვთის სასჯელს განეკუთვნებს და სასჯელს რა შემთხვევაში განეკუთვნებს ადამიანს, როდესაც რაღაც დანაშაული აქვს ჩადენილი და აი მათ შორის რომ საზოგადოებისგან ყვედრება ერიოს და არის ეს ყვედრება, აქ დეტალები არ არის გაშლილი, მაგრამ არის ყვედრება საზოგადოებისგან, ამას და მით უმეტეს შვილი ბოლო-ბოლო ყვედრებას დავანებოთ. ამაზე საუკეთესო საჩუქარი შეუძლებელია რომ რამე გაკეთდეს. და თქვა ელისემ, როცა ეს გაიგო, დაუძახე და დაუძახა კართან და დადგა ქალი და ეუბნება ელისე, გაის ამ დროს ჩაყუტებული გეყოლება ვაჟიშვილი. ანუ პირდაპირ წინასწარმეტყველები აბრაამი გვახსენდება, ახლა როცა ის სამი მეგზური კი, სარას მერე ეს მორიგი შემთხვევა, მით უმეტეს სიტყვების აი თითქმის ერთ-ერთში თანჯდება, ხო? გაისა დამშულს ზეგეყოლება უკვე ჩახუტებული, ხო? შვილი გეყოლება ჩახუტებული და თქვა ქალმა, არა ჩემო ბატონო ღვთისკაცო, ნუ მატყუებ შენს მხევალს. ახლა ამ ქალმა კი ღვთისკაცია, მაგრამ ამ სამყაროში არსებობს რაღაც კანონები და ამ კანონებს გინდა არ გინდა ვემორჩილები ჩვენ ამ ქვეყნიური არსებები და შეუძლებელი ამბავი, ეს კაცი ასაკოვანია, ხო? ყველანაირი დრო გადასულია, ამდენი წელი ერთად ცხოვრობენ, ეგ ამბავი არ მომხდარა და ახლა ეგ გაისადრე წელიწადში უბრალოდ ვერ მოხდება ვერანაირად. და ამიტომაც რასაც ფიქრობდა ეს გულწრფელად თქვა და აღიარა და დაორსულდა ეს ქალი და წლის წორზე შვადზე, როგორც ნათქვამი ჰქონდა მისთვის ელისის. აი აქ ერთი წუთი გავჩერდები, მე ადრე თქვენთვის მithქვამს და გვაძლევს საშუალებას და მოკლედ გავიმეორებ. ბიბლიაში ჩვენ ხშირად ხვდება ბერწი ქალები, უშვილო ქალები, რომლებიც შემდგომ სასწაულებრივად შვილს შობენ, მაგალითად ერთი ეპიზოდი ოქრობირის განმარტება აბრაამის ცოლი სარა, ისააკის ცოლი რებეკა, იაკობის ცოლი რაქელი, ხო? აი სამი თაობა, ბაბუაშვილი და შვილიშვილი და ყველგან მეორე ნახევარზე როცა ლაპარაკი, იქ უშვილობის ამ პრობლემა დგას. და როგორც განმარტავს დიდი მოძღვარი და აქაც იგივე ეგზეგეტიკა შეგვიძლია ჩვენ დავაკავშიროთ, აი ასეთი ხაზგასმები რომ უშვილო უცლად იყო და შვა ძველი აღთქმის წიგნებში ჩვენ მკითხველს გვამზადებს რომ აი ამ მცირედი სასწაული და ეს მართლა სასწაულია, ბერწი და ასაკს გადასული რომ შობს, მცირედი სასწაული უფრო აღმატებული სასწაული შემწყნარებლები ვიყოთ. კერძოდ უფრო აღმატებული სასწაული რა არის? ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ მაცხოვრის მოცლადღება. აი ეს ეპიზოდიც ერთ-ერთი მოსამზადებელი ეპიზოდია იმისთვის, რომ როცა დადგება შესაბამისი ჯამი და ღვთისმშობელი მოცლად იღებს, აი წინაპირობები არსებობს, რომ უდროოდ, უასაკოთ, აი ბუნების კანონის მიღმა კონკრეტული მოქმედება ახსულა და ესე იგი ძე მიემადლა ამ ოჯახს, ხო, ამ
ამ ქალს, რომელიც ელისეს ერთგულია და ასე ვთქვათ, მისი თანამოაზრეა. მაგრამ ახლა ნახეთ, როგორ განვითარდა მოვლენები ტრაგიკულად და სამწუხაროდ. გაიზარდა ბავშვი და ერთ დღესაც წავიდა მამამისთან, მომკელებთან და უთხრა მამას, ვაი თავი და უთხრა კაცმა მსახურბის დედას წაუყვანე და წაიყვანა და მიუყვანა დედას, იჯდა მის მუხლებზე შუადღემდე და მოკვდა. ბავშვი, რომელიც სანატრელი, სანუკვარი და სასწაულებრივად იყო მინიჭებული, აი ესე უეცრად ყისიერად რაღაცა დაემართა და გარდაიცვალა. და რამხელა ტკივილია ახლა ხო ხვდებით მშობლის გული, მით უმეტეს აი ამ მდგომარეობაში ერთი შვილი ყავდა, ერთადერთი, როდის ესეც ასაკში შეძენილი. ავიდა ქალი ზემოთვალში და ღვთისკაცის საწოლში ჩააწვინა ბავშვი. კარი გამოიკეტა და გარეთ გავიდა. დაუძახა ქმარს და უთხრა, გამომიგზავნე ერთი ვინმე მსახური და ერთი ვირი. ღვთისკაცთან გავიქცევი და ისევ მოგბრუნდები. და უთხრა, რისთვის მიდიხარ მასთან? დღეს ხომ არც ახალ მთვარობაა და არც შაბათი. თქვა ქალმა, შენ დადუმდი და შეკაზმა ქალმა ვირი და უთხრა მსახურბის, წინ წაუძახი და იარე და გზად ნუ გამაჩერებ, თუ მე არ გიბრძანო და გაიმგზავრნენ და მივიდნენ ღვთისკაცთან. ქარმელის მთაზე. ელისე იქ იმყოფება, მაღალ ადგილას ქარმელის მთაზე განმარტოებული. როცა შორიდან მოყრა თვალი ქალს, ღვთისკაცმა უთხრა გეას, თავის აღურს, აგერი შუნამელი ქალი. აბა გაიქეცი, მიეგებე და ჰკითხე, როგორ ხარ, როგორ არის შენი ქმარი, როგორ ყავს შვილი და თქვა ქალმა, მშვიდობით. ამ შემთხვევაში ეს მშვიდობით ცოტა უცნაურად ჟღერს, მაგრამ როგორც განმარტებლები, მაგალითად თეოდორ ტეკვირელი ამ ადგილს უყურადღებოდა რაულის, მშვიდობითო მდგომარეობის წარმოსაჩინად კი არ გამოიყენაო. ამ შემთხვევაში ქმარზე და საკუთარ თავზე ეუბნება, რომ ჩვენ მშვიდობითა ვართ, მაგრამ ტკივილი დიდი მომაქვს და აი რა ტკივილია ცოტა ხანში გახმოვანდება, ხო? არა იმას გულისხმობს, რომ შვილის გარდაცვალებაა მშვიდობა, მაგრამ იმასთან შედარებით ჩვენ მშვიდობითა ვართ, მაგრამ იქ დიდი ტრაგედია ტრიალებს, ხო, დიდი ცეცხლი ტრიალებს, ეს ბავშვი გარდაცვლილია. და ისევ თუ გავაგრძელებთ, სიტყვები ასეთია და მე უკვე განმარტოთ. მივიდა ქალი ღვთისკაცის მთაზე, ფეხებში მოეჭიდა, მივარდა გეზი რომ მოეშორებინა, მაგრამ ღვთისკაცმა უთხრა, თავი დაანებე, რადგან სული აქვს გამწარებული, ღმერთმა დამიმალა და არ გამოუცხადებია ჩემთვის. აი ელისემ მოქმედებით მიხვდა, რომ რაღაცა დიდი ამბავი ტრიალებს ამ ადამიანში და აი გეზი, რომელიც ცდილობს მოარიდოს, შინაარსი გაიგეთ, მაშინვე მოაცილა, ხო? და ეგ უკვე იწყება მიმართვა ქალისა. თქვა ქალმა, განა მithოვია შვილი ჩემი ბატონისთვის, ხომ ვეუბნებოდით ყვილად თუ დამპირდები მეთქი. ანუ იმხელა ტკივილია რომ შედალოცვილო, ყოფილიყავი ისე როგორც ვიყავი, უფრო მანამდე ტკივილს ვატარებდი და ეხლა შედარებაც კი არ არის, ხო? ვერც კი გამოთქვამს ადამიანი იმხელა უბედურება დამემართა. უთხრა გეს. ანუ ელისე გაიგო, მიზეზი რა არის და გეს გარკვეულ დავალებას აძლევს. სარტყელი შემოიტყე წელზე, ჩემი არგანი დაიჭირე ხელში და წადი. არგანი იგივე კვერთხია, ხო, უფრო გასაგებად ვიტყვით. შემხედს არავის მიესალმა და თუ ვინმე მოგესალმა, პასუხი არ გასცე და სახეზე დაადე ბავშვს ეს ჩემი არგანი. აი ეგ ერთი წამით გავჩერდეთ, მოვნიშნო რომ არ დავკარგო ეს ადგილი. ნახეთ როგორი ვითარება. ელისეს დაეფარა საიდუმლო. კერძოდ ის რომ შვილი გარდაცვლილია. და რატომ დაეფარა? ხო შეიძლება და რახან წინასწარმეტყველია, სადაც 1 წლის მერე ბავშვის დაბადება წინასწარმეტყველია, ესეც განეჭრიდა. ჩვენ ამაზეც გვისაუბრია, სხვა გადამკვეთი ადგილი ქონია და აქაც მოკლედ შემოვიფარგლებ. დაეფარა იმიტომ რომ ეს თავად წინასწარმეტყველს სჭირდება. მან უნდა იცოდეს ერთი რამ, რომ მომავლის გაცხადება მხოლოდ მაშინ მოხდება თუ ღმერთი ინებებს და თუ არ ინებებს, ვინც გინდა ის იყავი, როგორი წარსულიც გქონდა ესეთი მოიტოვე უკან, ის ღვთისგან მოსაცემელია. და ეს არის შესაძლებლობა, რომ აი საკუთარი თავის შემეცნება სწორად შეძლო, რომ აი ვიღაცა არ გეგონოს რა დიდი ვიღაცა და დიდი უნარების მქონე და ყველა შემთხვევაში ყველას გულში რა ხდება ამის ცოდნე ხარ, ხო? აი გულთან ხელავი რომ ღმერთია მოკლედ ვიტყვი. აი ამის შემეცნება უნდა შეძლო და თუ ინებებს გაგიცხადებს, არ ინებებს და არ გაგიცხადებს. ისე როგორც სამუელის არ იყოს. საული რომ მივიდა, განჭვრიტა რომ ეს არის პირველი მეფე, მაგრამ ბეთლემში რო ჩავიდა, ვერაფრით ვერ გაიგო ვინ არის პირველი მეორე მეფე ისრაელისა, სანამ დრო და ჟამი არ მოვიდა და მერვეჯერზე დავითი არ მოიყვანეს და მე როგორც იქნა აი ღვთისგან ეს დადასტურება გაცხადდა მისთვის და აი იქ როგორც სამუელს სჭირდებოდა დამდაბლება იმისთვის რომ საკუთარი თავი სწორად შეემეცნები და აქაც ელისეს ეშჭირდება რომ ამხელა სასწაულები აქვს უკან მოტოვებული და აი არ მოხდეს გაამპარტავნება რაც ყველა ადამიანის კართან დგას და დიდი საფრთხეა და ხიფათი ხო ბევრი დიდი საქმეების კეთებით შენ თავზე საკუთარი დიდი წარმოდგენის შექმნა მაგრამ ახლა ისე უკან დაუბრუნდეთ ტექსტს და ნახეთ ახლა დაავალა გეს რომ წავიდეს წაიღოს ელისეს კვერთხი არგანი და წელზე შემოირტყას სარტყელი. ანუ სარტყელი უნდა შემოირტყას და არგანი უნდა წაიღოს. არგანი ბავშვს, მკვდარ ბავშვს სახეზე უნდა დაადოს. მითითება ასეთია. და თან ეუბნება გზაში არ ილაპარაკო, როდესაც ვინმე შეხვდებაო. და ისეთ ცოტა უცნაური მითითებაა და ეკლესიის მამები განმარტებლები ასეთ რამეს გვეუბნებიან. გეზი მე ძალიან უარყოფით პიროვნება წარმოჩნდება. ამაზე მე მოგვიწევს ჩვენ საუბარი, ნახოთ რო ის შესაძლებლობას მოგცემს, ცუდ რაღაცებს ჩაიდენს. და როგორ ჩანს
იმ დროს ჯერ როცა მისი პიროვნება მხოლოდ როგორც მოწაფე ასეა ჩვენთვის მოწოდებული, ეს არის ადამიანი, რომელიც ვინმეს თუ შეხვდა, აი ცოტა ისეთია, შეიძლება ელაპარაკოს და ელაპარაკოს ასე დაუსრულებლად და აი ელისე ამ გაფრთხილებას იძლევა, რომ არ არის ახლა დროის დაკარგვის შესაძლებლობა, აი პირდაპირ წადი ბევრი საუბრის გარეშე და მიდი და რა დავალებაც გეძლევა, ის აღასრული. და რა ჩანს, იცით, კიდევ ერთი საინტერესო დეტალია. გეზი არ არის გულწრფელი კაცი. მოძღვართან არის, მაგრამ გულწრფელი კაცი არ არის და რა გაგებთ არ არის, იცით, გულწრფელი კაცი. თუ მოძღვართან ხარ, ადამიანები ვარ და ჩვენ ადამიანური უძლურებები სხვადასხვა ფორმით გვაქვს. მოძღვარს ამ უძლურებებს უნდა ელაპარაკო. ხო, ვის რა უძლურებას გვაწუხებს? არ უნდა დამალო, არ უნდა დაფარო. აი თუ ფარავ და მალავ უძლურებას, ამ უძლურებას ერთი თვისება ქონია, იზრდება და იზრდება. იმიტომ რომ დამალულია, დაფარულია და გამოთქმული არ არის. აი, რამდენს გამოთქვამ, იმდენი ძალას კარგავს. შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს პროცესი, ვინ როგორ გააჩნია ახლა სიტუაციას, ძალიან დეტალებში და სიღრმეებში თუ არ შევალთ, მაგრამ აი, რამდენსაც გამოთქვამ, იმდენი რაღაცა ძალა ეცლება და აკლდება და აი, გეზი მალავს თავის მოძღვართან, აი, გულის თქმებს და გულის წადილებს. მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? აი, ჭეშმარიტი მოძღვრის სახე არ ირიდებს. იცის ელისემეს, განა ვერ ატყობს, მაგრამ თვითონ არ ირიდებს. სანამ ელისე მასთან იქნება და კავშირის თვითონ არ გაწყვიდავს, მანამდე ელისესგან ხელის მოკვრა მის დამი არ იქნება. და რატომ იცით? მოძღვარი ღვთილგანსწავლული იქცევა ისე, როგორც ღმერთი ექცევა კაცობრიობას და კაცობრიობას ღმერთი როგორ ექცევა, აი ჩვენ ერთ-ერთი შეხვედრისას ვილაპარაკეთ ღვთის ნების სამი გამოვლინების შესახებ, ხო? საქმნოჩენითი, განგებულებითი და მიშვებითი. ღმერთი იქცევა ისე, რომ ის ხელს არავის არ კრავს, მაგრამ თუ ადამიანმა უარი განაცხადა მასზე ურთიერთობას, თავად ამ ადამიანმა კრა ღმერთი ხელს და აი უკვე ძალისმიერ ურთიერთობაში აღარ შედის და ასპარეზზე გამოსული მოღვაწე მოძღვარი თურმე ასევე იქცევა, შეიძლება უკეთურება იყოს ადამიანში, უკეთურებით შემოდიოდეს ურთიერთობაში, მაგრამ ის ხელს არ კრავს, არ მოიცილებს, არ განარიდებს, დრო მოვა ჟამ და თავის თავს ის ადამიანი თვითონ განარიდებს აი ამ წიაღს, რასთანაც ურთიერთობა აქვს და აი ამიტომაც მითითებას აძლევს, რომ ბევრი არ ილაპარაკოს. ამისკენ არის მიდრეგელი. ანუ სხვანაირად არ არის ღრმა ადამიანი. იმიტომ რომ ნახეთ ახლა ერთი ადამიანის ტრაგედიას ეხება. რა ლაპარაკის დროა, კაცო, გეუბნებიან გაიქცეონ, რა თქმა უნდა მითითება, რომ გზაში არ გაჩერდე და ვიღაცებს არ ელაპარაკ. სუპუქი კაცია, ზედაპირული კაცია და ჭირდება მითითება, რომ რაღაცებს ამბის მოყოლას, ასე იგი რაღაც დრო არ დაიკარგოს ამაში და აი ეს იდუმალება ჩანს, როგორც ეკლესიის მომები განგვიმარტა. და თქვა, აი ხლა გავაგზავნოთ ისე რამე ხარ მითხარ? გავაგზავნოთ ისე ტექსტი, თქვა ყმაწვილის დედამ, უფალს და შენს თავს გეფიცები, თავს არ დაგანებებ და ადგა ღვთისკაცი და გაჰყვა ქალს. აი იმედი ნახა უკვე რაღაცა, რომ აქ მოქმედებაზეა ლაპარაკი და ხო იცით იმედი ისეთი რაღაცა მოისმენ თუ არა და ცეცხლივით აინთება, კიდე უფრო დიდი იმედია თან ეს მართლა ღვთისკაცი, ესე ჩვეულებრივი ადამიანი არ გახლავთ, ხო? ამიტომაც აი ბოლომდე მოყვები და უნდა ვნახო როგორ განვითარდება მოვლენები და ნახეთ ახლა ისევ გავაგზავნოთ, მათზე წინ მივიდა გეზი, სახეზე არგანი დაადო ბავშვს, არის მოდა ხმა ჩამიჩუმი და უკან გაბრუნდა მის შესახედრად და მოახსენა. ანუ ელისეს ხვდება, ელისეც მოდის, ოღონდ გეზმა გაუსწრო. არ იღვიძებს ბავშვი. აქაც ერთი წამით გავჩერდეთ, ერთ წუთი მოვინიშნო, არ დავკარგო ეს ადგილი. რას ნიშნავს გეზმა, რომ წელზე შემოიტყვა სარტყელი და ელისეს არგანი წაიღო. ეკლესიის მომები ასე განმარტავენ, სარტყელი არის მოღვაწეობის სიმბოლო და არგანი არის ძველი აღთქმის რჯულის სიმბოლო. და ეს დედაკაცის მკვდარი შვილი არის ადამიანის სიმბოლო, ადამიანის მოდგმის სიმბოლო, ანუ კაცობრიობის სიმბოლო. და ნახეთ, ღმერთმა ძველი აღთქმის რჯულის სახით ადამიანს მოღვაწეობა განუწესა და რჯული მიჰმადლა, მაგრამ არც ერთს და არც მეორეს მკვდარი ადამიანის აღდგინება არ შეუძლია. ანუ წელზე შეიძლება შემოიტყვა სარტყელი, გესმით შინაარსი რა, შეიძლება არგანიც დაადო, მაგრამ სიცოცხლე მკვდარი მკვდრად რჩება, მიცვალებული მიცვალებულად რჩება. ცხოველმყოფელი ძალმოსილება არც ერთს და არც მეორეს არ გააჩნია. თუმცა მოდი ასე ვთქვათ, ძველი აღთქმის მოსაგრები არ მოღვაწეობდნენ, როგორ არ მოღვაწეობდნენ, ისეთი ასკეტები იყვნენ, მაგრამ სასუფეველს ვერ იმკვიდრებდნენ, ხო? რჯული არ ეპყრათ ხელთ, როგორ არ ეპყრათ, მოსე აგერ რჯულმდებელია და მოისმინა და მერე დაწერა ეს კანონები, მაგრამ გარდაიცვალა და რა დაემართა, სული ჯოჯოხეთში წავიდა, ხო? როგორც ამას შესაბამის ტექსტებში ვკითხულობდა. აი ამ გაგებით ამის სიმბოლოა წელმორტყმულობა და არგანი ბავშვი ისე მკვდარი წევს, სიცოცხლის უნარი ნიშანწყალი მასში არ ჩანს. მაგრამ ნახეთ ახლა რა მოხდა. შევიდა სახლში ელისე და ამ მკვდარი წევს ბავშვი მის საწოლზე და შევიდა და გამოიკეტა კარი და ილოცა უფლისადმი. და ზემოდან დააწვა ბავშვს, ახლა ამას მივაქციოთ საგანგებო ყურადღება, როგორი საოცარი განმარტებაა მე გეტყვით. პირი პირზე დაადო, თვალი თვალზე, ხელის მტევნები ხელის მტევნებზე და განერთხა მის ზემოდან და გათფა ბავშვის სხეული. ერთი გაი არ გამოიარა, წამოდგა, ოთახში გაი არ გამოიარა, ანუ პირველი მოქმედება აღასრულა და
ბავშვი ცოტა დარტყა. ოღონდ ჯერ ცოცხალი არ არის. ოღონდ პროცესია, აი გაცოცხლების პროცესია. გაიარ გამოიარა ოთახში, გაიარ გამოიარა სახლში, კვლავ განერთხა ბავშვს ზემოდან, იმავე პრინციპით, აი რაც წავიკითხეთ, პირზე, თვალზე, ხელისპტევნებზე და უთხრა, ბოდიში დავკარგე ადგილი, 7 ჯერ დააცემინა ბავშვმა და გაახილა თვალი და დაუძახა გეზს და უთხრა, დაუძახე იმ შუნამელს და დაუძახა და მივიდა მასთან ქალი და უთხრა ისემ წაიყვანე შენი შვილი და მივიდა ფეხებში ჩაუვარდა და დაბლად აყვანისცა, აიყვანა თავისი შვილი და გავიდა. აი აქაც გავჩერდები, წამით ესეც მოვინიშნოთ, არ დავკარგო მერე. აი არის საოცარი ადგილი, რასაც ეკლესიის დიდი მოძღვარი ნეტარი ავგუსტინე ასე განმარტავს. ელისეს მოქმედება ამ შუნამელი ქალის შვილთან, გარდაცვლილ შვილთან მიმართებით ცოტა უცნაური შინაარსისაა და რატომ იცით? ეს ბავშვი პატარაა, ასაკით და თუ ასაკით პატარა, ზომებითაც პატარა. და ნახეთ ახლა პირობითად მე მყავს პატარა შვილები, ერთი 6 წლისა, მეორე წლის და 2 თვის გახდება მალე. მე რომ ჩემ შვილებს ზევიდან გადავაწვე, ჯვარისწერია ყველა შვილს არა, მაგრამ მაინც შინაარსის კარგად გასაგებად და ესე იგი შუბლი შუბლზე, თვალი თვალზე, პირზე, ხელისგული ხელისგულზე და სხეულის ყველა ნაწილი დაედაროს ჩემს პატარა შვილს, რა უნდა დავიმცრო საკუთარი თავება, სხვანაირად ის პატარაა და ჩემი სხეული დიდია, როგორ დავედარო მაშინ, რომ სხეულის ყველა ნაწილი შესაბამისობაში მოვიდეს იმის სხეულის ყველა ნაწილთან, ხო? ელისემ დაიკნინა თავი, დაპატარავდა და ასე გადააწვა ამბავს და აი ყველა შესაბამისი ადგილი იქ ხდება, სადაც ბავშვი წევს, ხო, თავისი გაშლილი ხელები. აი ეს მოვლენა ელისეს თავის დამცრობა, დაპატარავება და ბავშვი ასე გადაწოლა მკვდარ ბავშვზე. ნეტარ ავგუსტინესგან ასე განიმარტება. ეს არის ერთ-ერთი უდიადესი მესიანური წინასწარმეტყველება ღვთისგან კაცების შესახებ. ვინც მარადიული, დაუსაბამო, გარეშემოუწერელი დიადი ღმერთია, ანუ ყოვლადწმინდა სამების მეორე ჰიპოსტაზი, წარმოიცარიელებს საკუთარ თავს, სხვაგვარად დაიმდაბლებს თავის თავს, გარდამოვა დედამიწაზე და ვის ბუნება შეიერთებს, ადამიანურ ბუნებას შეიერთებს, რომელიც რამ მდგომარეობაშია, რა ვთქვი ჩვენ, ვილაპარაკე ამის შესახებ, უყურნებელი წყულები და სხვანაირად ვთქვათ, სიკვდილით არის სავსე. მკვდარია ეს შვილი ამ დედაკაცისა ადამიანს, ადამიანურ ბუნებას განასახიერებს, მაგრამ აი ღმერთმა ისე დაიკნინა საკუთარი თავი, რომ ადამიანად მოვიდა ქვეყნიერებაზე და ელისეს ეს დაპატარავება, დამცრობა და ასე გადაწოლა ბავშვი, რომ თვალი თვალს, შუბლი შუბლს, ხელისგულები ხელისგულს, ამით უმალებას ვიწყალს, ვინც დაუტევნელია, აი გარეშემოწერილით მოვიდა ქვეყნიერებაზე, ხო? ვინც დაუსაბამოა, დასაბამიერი ბუნებით, კაცობრიობი ბუნებით მოევლინა ადამის მოდგმას და შინაარსი გვესმის ახლა ეს მოქმედება რას ნიშნავდა. მაგრამ გრძელდება ტექსტი და ისევ რაც ამოვიკითხეთ იმას უბრუნდები უკან, აი პირველად რომ დააწვა ზევიდან ელისე, გათბა ბავშვი, მაგრამ არ გაცოცხლა. თუმცა პროცესი მიდის. აი პირველი დაწოლა, ისევ აგრძელებთ საეკლესიო განმარტებას, ეს არის კაცობრიობისთვის ბოძება ძველი აღთქმის რჯულისა. ამ რჯულმა გარკვეულწილად ადამიანს ღმერთი შეამეცნებინა და საღვთო მოძღვრება გააგებინა, მაგრამ გაცოცხლება ადამიანისა ვერ შეძლო, მკვდარი ვერ აღადგინა, სხვანაირად თუ კი ვიტყვით, ხო? და რა მახსენდება, იცით, დიონისე არიოპაგელის მე მგონი ეს თქვენთან მithქვამს, მაგრამ იმდენად საოცარი შეფასება, გამეორებაც არ გვაწყენ შიგადაშიგ, ასეთ რამეს ამბობს, როცა ძველსა და ახალ აღთქმაზე საუბრობს, ძველი აღთქმა ეს არის თეოლოგია, ქართულად ღვთისმეტყველება, ახალი აღთქმა არის ღვთისმოქმედება, თეორგია, ბერძნულში ასეა. ანუ თეოლოგია ძველი აღთქმა, მე ამის გამოკვეთა მინდა, თეოლოგია იგივე ღვთისმეტყველება. ანუ ძველ აღთქმამდე თეოლოგია, ღვთისმეტყველება დაწერილი ფორმით არ არსებობდა, ცალკეულებმა კი იციან, აბრაამის დროს რჯული არ არის ჯერჯერობით, მაგრამ აბრაამმა იცის ეს და სხვა ხელი არ მეუწდება და აი ამ გაგებით ღვთის სიტყვა, ანუ თეოლოგია, ღვთისმეტყველება, თუმცა არ არის ცხოველმყოფელი ღვთისმეტყველება, ადამიანის გაცოცხლება რომ შეუძლია. აი მოქმედებით უნდა აღსრულდეს და ელისეს ქმედება, პირველი ქმედება სიმბოლოა ძველი აღთქმისა. და აი მეორე მოქმედება, მეორედ რომ დააწვა და პრინციპი იგივეა, ხო? აი უკვე გაცოცხლა ეს შვილი, რაც ნიშნავს იმას, რომ თეოლოგია თეორგიაში გადაიზრდება და თეორგიით უკვე მიცვალებულის აღდგინების შესაძლებლობა იქნება. ანუ კაცობრიობა მკვდრეთით აღდგება, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადამიანური ბუნების განკურნების გზით. მაგრამ კიდევ ერთი დეტალი, ამასაც მივაქციოთ ყურადღება. ბავშვმა როგორც კი გაცოცხლდება, 7 ჯერ დააცემინა. რაოდენობა 7-ია მითითებული. და ეს 7 არ უნდა იყოს შემთხვევითი, ლოგიკურად თქვენ ხვდებით, იმდენი ვილაპარაკი ამ რიცხვებზე და ამ სიმბოლიკაზე, აქაც რაღაც შინაარსია დაცული. რამდენიმე განმარტება ხდება საეკლესიო ლიტერატურაში და მოდით ახლა რიგითობა როგორცაა გონებაში უცებ იმის მიხედვით გავყვები. პირველი, ნაჩვენებია, რომ ამ სასწაულის შემოქმედი ღმერთი არის სამყაროს შემოქმედი ღმერთი. აი როგორც იერიქონში მე-7 დღე 7 ჯერ გარეშე მოიარეს და მერე ჩამოიქცა კედლები და იქ თქვი ჩვენ ეს განმარტება რა იყო ამით ნაჩვენები ამ საზოგადოებისთვის. ეს ის ღმერთი მოქმედებს ის უნავესის დროს, რომელმაც სამყარო შექმნა 6 დღე
შემოქმედება ქვეყნიერებისა და მეშვიდე დღეს დასვენება. აი ამით წარმოჩნდა უზენაეს აქაც რომ სამყარო შემოქმედი და მეშვიდე დღეს დამსვენებელი ღმერთი ელისეს ხელით და სხეულით აღდა მოქმედებით აღასრულებს ამ სასწაულს, ეს უდმალება გაცხადებული ეს ერთი. მეორე, რიცხვი 7 არის სრულყოფილების სიმბოლო. ასეც განიმარტება. და სრულყოფილი ღმერთი რომ აღასრულებს ამ სასწაულს, აი ეს იდუმალებაა ნაჩვენები და მესამე განმარტება. ერთ რამეს გავიხსენებ და მერე განმარტება ვთქვათ. სამსონს ჰქონდა დიდი თმა და ეს თმები იყო 7 ნაწლავად დაყოფილი. და სანამ ეს 7 ნაწლავი ჰქონდა თავზე, კაციშვილი ვერ ერევა, იყო შემთხვევა ვირისყმით 1000 ფილისტიმელი დახოცა და იმასაც თავის სიმბოლიკა ჰქონდა ჩვენ თავის დროზე გვილაპარაკეთ. აი როგორც კი 7 ნაწლავი შეეკვეცა თავზე, სამსონი ფილისტიმელებმა ადვილად და მარტივად შეიპყრეს და თვალები ამოთხარეს და აი მერე თმებმა რომ გაზრდა დაიწყო, მერე ისევ ზლია ფილისტიმელებს. რისი სიმბოლო იყო 7 ნაწლავი? რა თმებში ხო არაა ძალა? აი ზუსტად ეს განმარტება გჭირდება აქ. 7 ნაწლავი სამსონის თავზე და 7 ჯერ დაცემინება ამ მკვდარი შვილისა, რომელიც გაცოცხლა. სიმბოლო არის ესაიას წიგნში დაცული სწავლებისა, რომ სულიწმინდას 7 ძალა გააჩნია, 7 ძალით მოქმედებს სულიწმინდა. და ეს ძალები ესაიასთან ასეა ჩამოთვლილი. სული სიბრძნისა, სული გულისხმის ყოფისა, სული ზრახვისა, სული ძლიერებისა, სული მეცნიერებისა, სული ღვთისმსახურებისა, სული შიშისა. და ღმერთი, რომელიც განკაცდა და კაცობრიობასთან მოვიდა და ახალი აღთქმის ეკლესია დააფუძნა და ამ ეკლესიის შვილებად გახადა ადამიანი, სურვილის შემთხვევაში, არჩევანის შემთხვევაში, აი ამ სულიწმინდის 7 ძალით აღჭურვავს, ამდიდრებს ადამიანს და გაცოცხლებული ყმა, რომელიც კაცობრიობის სიმბოლოა, ხო, იმ კაცობრიობის, რომელიც ეკლესიის წიაღში შემოდის, 7 ჯერ დააცემინებს, ანუ რაც ნიშნავს რამს, რომ საკუთარ თავში ფლობს აი ამ სულიწმინდის 7 ძალას, 7 უნარს, 7 ნიშს კი ბატონო. და სხვადასხვა აი ფილოკალიზმი ხვდე ტომი უნდა გამოიცეს მალე და იქ ეკლესიის დიდ მოძღვართა სხვადასხვა მოძღვრის განმარტებაა დაცული და ასეთი ძალიან საინტერესო ადრემე არ შემხვედრია ეს ეგზეგეტიკა, ასეთ რამეს მიგვითითებენ. ეკლესიაში 7 საიდუმლოა. რატომ არის ეს 7 საიდუმლო? აი რაც ჩვენ ახლა ვილაპარაკეთ, პასუხი აღარ გავიმეორებ, ეს არის სულიწმინდის 7 ძალა, 7 ნიჭი, 7 უნარი, 7 საეკლესიო საიდუმლო, რომელშიც აი მის ცხოველყოფა ხდება და ადამიანი მკვდარი სულიერი გაგებით ისევ განცხოველდება, გაცოცხლდება, რაც ელისეს ისტორიით და უпроსტად გარდაცვლილი ყმის ისტორიით არის ნაჩვენები. მაგრამ ისევ თუ დაუბრუნდებით ახლა ამ თხრობას, ბევრი აღარ დარჩა მეოთხე თავის დასასრულამდე, დაბრუნდა ელისე გალგალს. შიმშილობა იყო იმ ქვეყანაში, წინ დაუწდნენ წინასწარმეტყველთა ძენი და უთხრა მსახურბიც, დადგი დიდი ქვაბი. აქაც ერთი სასწაული იკითხება, მოკლეა, მაგრამ აი მე განმარტებაც მოაყოლოთ. კერძი მოუხარშე წინასწარმეტყველთა ძე. ანუ ეს წინასწარმეტყველები თავის დროზე ელიას მოწაფეები იყვნენ და უკვე ელისემ გადაიბარა მათი თავი და ელისეს მოწაფეები არიან. ასე შეიძლება ითარგმნოს. და გავიდა ერთი მათგანი მინდორში წვანილის მოსაკრეფად, იპოვა ველური ხვიარა და დაკრიფა მთელი კალთა ველური ნაყოფი და მოვიდა და ჩააჭრა შეჭამადის ქვაბში, რადგან არ იცოდნენ. და დაუსხეს კაცებს საჭმელი და როცა ჭამდნენ შეჭამაც, იყვირეს და თქვეს, სიკვდილია ქვაბში ღვთისკაცო. ანუ რაღაცა მოწამლული სცენარი აღმოჩნდა და ფიზიკურად ახლა ვინც ეს შეჭამა, მარტივად და ადვილად სიკვდილს დაექვემდებარება რა და ვეღარ შეჭამეს და თქვა, მომეცით ფქვილი, ჩაყარა ქვაბში და თქვა, დაუსხი ხალხს ჭამონ. ცუდი აღარაფერი იყო დარჩენილი ქვაბში. მოვიდა ვიღაც კაცი ბაალ-შალიშიდან და მოუტანა ღვთისკაცს პირველ მოწეული პური, 20 ქერის პური და ნედლი თავთავი გუდით და თქვა ელისე, მიეცი ხალხს შეჭამა და თქვა მისმა მსახურმა, ეს რა უნდა გაუხდეს ამ 100 კაცს და უთხრა, მიეცი ხალხს ჭამონ, რადგან 100 ამბობს უფალი, შეჭამენ და კიდევ მორჩება და მისცა ჭამეს და კიდეც მორჩათ უფლის სიტყვისამე. ანუ ორი ისტორია გაერთიანებული და ბოლომდე მივედი რომ რაღაც არ გამეწყვიტა საუბარი, ამით მეოთხე თავი დასრულდა. ახლა ერთი რაღაცა უნდა გითხრათ, აქაც მოკლე განმარტებით შემოვიფარგლოთ. ქვაბში რომ მოწამლული საჭმელი იყო და ადამიანებმა ეს შეჭამეს და სიკვდილისთვის იყვნენ განწირულნი, მაგრამ ელისემ რა მოიმოქმედა, ფქვილი ჩაყარა და ამ ფქვილით გაანეიტრალა ეს მოწამლულობა და მერე აჭამა ეს ახალი საკვები და ამით ისინიც გადარჩნენ, ასე განიმარტება ეკლესიის მამათაგან. ფქვილით რისი გამოწყობა ხდება? რას აწყობენ? პურს. და ზეციდან გარდამოსული პური ვინ არის? მაცხოვარი ხა ისეთ კითხვებს გისვამთ, რიტორიკულია და პასუხი თავისთავად გვაქვს, ხო? აი ელისეს მოქმედებაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ისტორია ესეთი ფორმითაა აგებული და ჩვენამდე მოტანილი, რომ თავის თავში ამ სიმბოლიკას დაიტევს მესიანურ წინასწარმეტყველებას. ქვაბი, რომელშიც ეს მოწამლული საჭმელია, კაცობრიობას განასახიერებს და კაცობრიობა რა მდგომარეობაშია, რა ჩვენ ეს ერთ-ერთი უნდა ვიმეოროთ ახლა, ჩვენი ბუნება აი მკვლელი მდგომარეობით, უყურნებელი წყვილებებით არის აღსავსე. და როგორც კი შეერევა მას ეს ფქვილი და ფქვილის განმარტება უკვე ვიცით, ხო? პური ზეციდან გარდამოსული, მდგომარეობა იცვლება და ვისაც მიეცემა, აი ეს
პური ხო, ზეციდან გარდამოსული პური და ვინც მას დააგემოვნებს, არა? აი იმ ადამიანს სიცოცხლე ენიჭება, ეს სიკვდილიდან სიცოცხლისკენ გარდაიცვლება და აი ეს სიდუმალება ამ კონკრეტულ მოქმედებაში გაცხადებული. რაც შეეხება ბოლო მონაკვეთს, იქ ორი ისტორია, ხო, ვიღაც კაცი მოვიდა, რაღაც გარკვეული ძღვენი მოიტანა, იმდენი არიან, ის ძღვენი არაფრით არ ეყოფათ. ეს რისი წინასახე იქნება, ალბათ გახსენდებათ ახლა პირდაპირ ასოციაცია ახალ აღთქმაში მაცხოვრის მიერ აღსრულებული სასწაული, ხო? 5 პურით უამრავი ადამიანის დაპურება და კიდე უამრავი დარჩენილი, რაც არანაირ ლოგიკას და კანონს არ ექვემდებარება და აი ღვთის სიტყვა რომ ძალმოსილია ძველსა თუ ახალ აღთქმაში, აი ამის დუმალებაა გაცხადებული, ხო ის მოღვაწეების და წინამორბედები, წინასწარმეტყველებიც იმავე საფრთხო ძალით მოქმედებენ, რაც უკვე ახალ აღთქმაში მაცხვარმა, თუმცა ამჯერად უკვე განკაცებულმა ღმერთმა აღასრულა. ასე რომ აი ეს საიდუმლო სწავლებაა ჩვენამდე მოტანილი.